მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეთერში გადაცემა პოლიტიკური სივრცე სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. ჩვენ ვაგრძელებთ წლის შეჯამებას, წელს აჯამებს ყველა, მათ შორის ხელისუფლებაც ირაკლი კობახიძემ გამართა ბოლო მთავრობის ხდომა, სადაც განაცხადა. წელს გვაქვს მთავრობის ბოლოს ხდომა, შევაჯამოთ გასული ერთი წელიწადი, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ იყო წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, ამბობს ირაკლი კობახიძე. გამოწვევებით სავსე იყო წლის დასაწყისი, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ეს იყო თითეული თქვენგანის ძალისხმევის შედეგი, რომ მიმართა მთავრობის წევრებს. ასევე წარმატებით ჩავატარეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის. ასევე სამწუხაროდ ამ წელმაც არ ჩაიარა რევოლუციის მცდელობის გარეშე. თუმცა ყველა ვნახეთ, რომ ამ ყველაფერს სახელმწიფო სათანადოდ ეფექტიანად და ჰუმანურად გაუმკლავდაო, ამბობს კობახიძე, ეს არის ჩვენი ვალდებულება, ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. გარდა ამისა, კობახიძის თქმით, მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო მართვის სისტემის გაუმჯობესება. მისივე თქმით, სამთავრობო გუნდში 7 ახალი მინისტრია და არაერთი ცვლილება განხორციელდა, რათა მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანია, განაცხადა ირაკლი კობახიძე. ირაკლი მელაშვილი არის ჩვენი სტუმარი, პოლიტიკის ანალიტიკოსი, ველოდებით ლელა ჯეჯელოვას, რომელიც ცოტათი გვიგვიანებს და ასევე შემოგვიერთება, მანამდე მოგესალმებით ირაკლი, გამარჯობა. მოგესალმებით, გილოცავთ დამდეგშობა ახალწელს ყველას. გილოცავთ და მაყურებელსაც ულოცავთ, მაგრამ მანამდე ჩვენ შევაჯამოთ. ჯერ გამოეხმაუროთ ირაკლი კობახიძის ამ შეფასებას, რას ფიქრობ, რამეში არ ეთანხმები? ეს არის ხალხი, რომელსაც წარმატებული არის წელი, თუ მათ ძალაუფლება შეინარჩუნეს. ეს არის მათ და რაც თქვა სხვათა შორის, ხო? ყველაფერი იყო მიმართული იმისკენ, რომ მათ ძალაუფლება შეინარჩუნეს. არჩევნები ჩავატარეთ, პროტესტი გადავაგორეთ, ეგ იყო, ხო? ამ ადამიანებისათვის, ქვეყნისათვის წარმატებული წელი არის, თუ ისინი არიან ძალაუფლებაში. ეს თქვა კობახიძემ და ამაში სწორია თავისი გადასახედიდან მათ ძალაუფლება შეინარჩუნეს, თუმცა ხმა წელი რომ შევაჯამოთ, პირველი აბღათ უნდა ითქვას, რომ აი წარმატებულ წელს ხელისუფლებისათვის საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ამბავი მოყვა, ხო, ერთი წელი უწყვეტი პროტესტი, რომელიც ვერანაირმა რეპრესიებმა ვერ შეაჩერეს. და ეს არის ფაქტი, ხო? მეორე, როგორ შეიძლება მთავრობამ და მმართველობა პარტიამ გითხრას, რომ წელი მისთვის წარმატებული იყო, როდესაც მათ ამ წელს განცნეს მთელ საზოგადოებას, რომ ყოლია პრემიერი, რომელიც მათი პრემიერი. 7 ახალი მინისტრია და ჩვენებზე არაფერი არ თქო. აქამდე მივალთ. სისტემური ცვლილება, მინისტრების ცვლილება რო არის, სასწაულია ეს, მაგრამ მოდი ვნახოთ, ხო? პრემიერი ყოლია, რომელიც უკანონო შემოსავლებით ცხოვრობდა. გენერალური პროკურორი ყოლია, რომელიც დაკვეთილ მკვლელობებს უკვეთავდა, ორგანიზატორი იყო მკვლელობის. ფულს იხდიდა ამაში, რომ კაცი მოეკლა, ეს იყო გენერალური პროკურორი, მთავარი დამცველი უნდა ყოფილიყო, ხო? უშუალოდ მინისტრი ყოლია, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან ფული აიღო მისი ინტერესების ლობირებისათვის, ანუ თანამდებობის პირმა, რომლის პირდაპირ ამოცანა არის ქვეყნის ინტერესების დაცვა, უცხოელისგან აიღო ფული. თავდაცვის მინისტრი ყოლია, რომელიც თურმე ტენდერებში ფულს აკეთებდა და ჯარს პირდაპირ მტრობდა, ხო? აი ეს წელი ყოფილა წარმატებული კობახიძის. მინისტრი გვაკავების მინისტრის მოადგილე დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე. აი ეს ქვევით აღარ ლაპარაკობ. 9 მილიონის გიროთი უშვებენ და ვიზერა და წერა ჯერ აღარ ლაპარაკობ. მე ვიძახი 4 უმნიშვნელოვანეს თანამდებობის პირზე ქართული ოცნების და ამ მთავრობის. და პრემიერი გვეუბნება, რომ წარმატებული წელი იყო მისთვის. აი რა უნდა თქვა, ხო? წელიც რო შევაჯამოთ, გარდა ჩვენში გამოვლენებისა, უმნიშვნელოვანესი იყო, რაც უკრაინაში ხდება. ერთი წელი ამ ქვეყანამ გაუძლო არანორმალურ შტურმს. მთლიანად დათმობილი აქვს ამ ერთ წელიწადში დაახლოებით კახეთის ოდენა ტერიტორია, როდესაც მოწინააღმდეგე მტერმა სადღაც მილიონამდე ჯარისკაცი ყველანაირი გათვლით უკვე, რასაც თვითონ აქვეყნებენ იმ სხვაობა, რაც არის მობილიზებულები და პლუს ჯარი რაც ყავდათ იმას, რომ გამოაკლო ის რიცხვი, რაც დღეს არის ფრონტის ხაზზე, სადღაც მილიონს გადააჭარბა მნიშვნელოვნად, ხო? და ეს უნიშნელოვანესი ფაქტორია ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენი ბედი მოგწონს ეს თუ არ მოგწონს, ძალიან მჭიდროდ არის უკრაინის ომთან გადაჯაჭვული და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი სერიოზულად სუსტდება, იმიტომ რომ რაც ბოლო თვის მონაცემები არის ახლა
ფაქტურად დაიწყო ძალიან მსხვილი კომპანიების დეფოლტი რუსეთში. პირველად ოფიციალურმა სტატისტიკამ დააფიქსირა მრეწველობის და შემცირება. განსაკუთრებით მანქანათმშენებლობაში 37%-იანი ვარდნა არის, არანორმალური ვარდნა არის ომის პირობებში ყოფი ქვეყნის. რაც მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინას რა თქმა უნდა ძალიან უჭირს მის ტერიტორიაზე არის ომი, მაგრამ ნელ-ნელა რუსეთის ძალებით იცლება და ეს ფრონტის ხაზს დაეტყო, მათ სულ უფრო და უფრო უჭირთ აი ამ რუსულად არის მესნია შტურმი, ხო, აი ამ ხორცის შტურმებში ხალხის გაგზავნა, ხალხი აღარ ყოფნით, ანუ ბოლო დღეებში დაფიქსირდა, რომ შემცირდა ინტენსივობა იმის გამო, რომ მათ უჭირთ მოაქუჩონ ჯარისკაცების ის რაოდენობა, რომელიც ჭურვზე წავა. ესეც უნიშნელოვანესი მოვლენა არის, რა თქმა უნდა, სხვა მოვლენებიც იყო, ხო, როგორ შეიძლება არის თქვა, საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი პატიმარია ქვეყანაში, ხო? რატო? უკრაინაზე გადახვედით, ეს თემა ამოწურდა ბოლო დღეებში განვითარდა, ხო? საინტერესო მოვლენები შეხვედრა ტრამპთან, ზელენსკის მოლაპარაკებები და თითქოს რაღაც ეტაპზე უნდა სულიყო ეს მოლაპარაკებები, მაგრამ ისევ გაიჭედა, ხო, როგორც ხედავ. თუმცა ყველა საინტერესო რაც არის, მე წინაშე საუბრობდი ამის შესახებ, როცა ტრამპს უსმენ, შეიძლება რომ ის პუტინის არგუმენტების უფრო შეჯერა, პუტინს უფრო აღიქვამს თავის თანასწორად, დიდი ბიჭები ლაპარაკობენ და ზელენსკი უნდა რაღაცაზე დაითანხმონ, როგორ რაღაცა დაახლოებით ასე ვითარება არის ესეთი, რომ იმისათვის რომ რაღაცა მშვიდობის მიღწევა მოხდეს, რუსეთი ვერ დათმობს იმას, რისი დათმობაც ამ მშვიდობის მიღწევას ჭირდება, ზელენსკი ვერ დათმობს იმას, რაც ასევე მშვიდობის მიღწევას ჭირდება რუსეთის აზრით. ეს არის რეალობა. 90% არის შეთანხმებული სულ მეცინება, იმიტომ რომ ადრე იყო 90-იან წლებში, ჩვენ მივიღეთ კანონები, რომელიც 99%-ით არის ერთი პუნქტი. იყო რა მთავარი თანარჩენი. ხო, 20-დან 2 პუნქტი არ არის შეთანხმებული, ერთი არ არის. ტერიტორიული საკითხი, მეორე არ არის გარანტიების საკითხი, იმიტომ რომ ორივე რუსეთის პოზიციას ეტაკება, რუსეთი არ არის თანახმარო გარანტიები მისცეს დასავლეთმა უკრაინას, რაც მიუთითებს რუსეთის ჭეშმარიტ მიზნებზე, ხო, შენ თუ თქვა ყველაფერზე დათანხმდი და წამოვიდა უკრაინა დათმობებზე ტერიტორიულზე, შენ იმაზეც არ ხარ თანახმარო, ის რაც იქნება დარჩენილი, იმას უსაფრთხოების გარანტიები კონდეს დიდი სახელმწიფოების, ხო? რაც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთთვის ეს განგზობითი ომი არის და მხოლოდ ეხლანდელი მოლაპარაკებები, მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯებია, იმიტომ რომ მას ძალიან უჭირს. ყველა სიკეთესთან ერთად პირველად დაფიქსირდა ბოლო 10 წლის განმავლობაში $35-მდე დაეცა რუსეთის ნავთობის ფასი ბოლო გაყიდვებით. როცა ბიუჯეტი მომავალ წელს $59-ზე მაინც იმუქრება, რომ თუ არ დათანხმდება ზელენსკი აი ამ წინადადებებს, კიდევ მეტი ტერიტორიის დაკარგვა მოუწევს მათ. ანუ უნდა დათანხმდე ამის დაკარგვას, რაც ეხლა არის, ან კიდევ მეც დაკარგავ და ახლა ასე. უკრაინა უფრო სხვა და ევროპა განსაკუთრებით უფრო სხვა პოზიციებზეა. კარგი ხანია უკვე ეს პოზიცია ჩანს, რომ ისინი ელოდებიან რუსეთის ეკონომიკურ გამოფიტვას, ანუ უნდა შეიქმნას ესეთი ეკონომიკური ვითარება რუსეთში, როდესაც ის ომს ვერ გააგრძელებს, თორე ისე რუსი ომის გამჩერებელი არ არის. მან ვერ უნდა შეძლოს ომის გაჩერება, თორე ისე პუტინი არანაირ მოლაპარაკებებზე წამოსვლელი არ არის. ყველა კარგად ხვდება, რომ თუნდაც ეხლა დაიდოს ზავი, ლოგიკა გიჩვენებს იმას. თუ კი ერთი მხარე წინააღმდეგია, რომ მეორე მხარეს ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტიები საერთაშორისო, ესე იგი შენ რაღაცას აპირებ, ხო? მაშინ რატო ხარ წინააღმდეგი? ხო? ამიტომ ხო, ეს არის გრძელვადიანი პროექტი ევროპისათვის და უკრაინელებისათვის. უკრაინელებს სხვა გამოსავალი არ აქვთ, იმიტომ რომ უკრაინელები კარგად ხვდებიან, რუსეთი არ გაჩერდება ამაზე, როგორც არ გაჩერდა ყირიმზე. და ისინი ფიქრობენ, რომ იმ მდგომარეობამდე უნდა მიიყვანონ რუსეთი, რომ ეკონომიკურად ვეღარ შეძლოს ომის გაგრძელება. ამ ვითარებაში იმ ერთ-ორ სოფელს, რომელსაც თვითონ თვეში იღებენ რუსები, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა, გადამწყვეტი მნიშვნელობა არის უკრაინელებისთვის ჯარი შეინარჩუნონ, წინააღმდეგობა შეინარჩუნონ. უკრაინასაც უჭირს ხო ხა დეზერტირების ფაქტები გაიზარდა და ასე შემდეგ. ძალიან უჭირთ, ბუნებრივი არის 4 წელია ხალხო მეორე მსოფლიო ომი, რა ვადაში გრძელდა, რა ხანი გრძელდებოდა, დრო საბჭოთა კავშირი გერმანიის ომი რა, ახლა 2 თვეში გახდება იგივე, ხო?
თუმცა საბჭოთა ბერლინამდე ჩავიდა 4 წელიწადში. უკან ჩამოვიდა მოსკოვამდე და მე იქიდან ბერლინამდე ჩავიდა და აქ ესე იგი ჭიდაობს კონსტანტინოვკაზე, მირნოგრადზე, კუპიანსკი ავიღე, ვერ ავიღე, გუშინ 2 სოფელი გავანთავისუფლე, დღეს 3 სოფელი დავთმე, ამ მდგომარეობაზეა ხო ლაპარაკი ახლა. ყველანი ვხვდებით რომ ეს არ არის ესეთი ვითარება, როდესაც რუსეთს გადამწყვეტი უპირატესობა, რა თქმა უნდა, უპირატესობა ზოგიერთ ხაზებზე, ზოგიერთ პოზიციებზე უპირატესობა ჯარში აღწევს 5 მაგი 6 მაგი უპირატესობა სასავჩვებიან უკრაინელები, არა მარტო ჯარისკაცები, არამედ მათი ინჟინერები, რომლებმაც ახლა დღეს გამოქვეყნდა 3,5 მილიონი დრონი დაამზადეს უკრაინელებმა. 3,5 მილიონი დრონი და ახლა წელს კიდე უნდა გაზარდო. ანუ ომში ყოფილი ქვეყანა თვითონ პატარა შენობებში კი არა, გარაჟებში კი წინააღმდეგობის ცენტრებია შექმნილი, სადაც რაღაცას აწყობენ, რაღაცას აკეთებენ იმისაც, რომ ფრონტს მოეხმარონ და ტექნოლოგიების ხარჯზე იგებენ. ნუ იგებენ და აჩერებენ, აღწევენ მიზანს. უკრაინის მიზანი ახლა არის, ხო, თუ კი ვერ ჩერდებით ამ პოზიციებზე, მაშინ გაწელილი ომი, სადაც უკრაინამ მიიღო 90 მილიარდი ევროპისაგან. ხო, ეს მომავალი 2 წელი მეტნაკლებად უკრაინას ეს სამხედრო ხარჯები ექნება დაბალანსებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რუსეთს საკმაოდ ძლიერი მდგომარეობა აქვს ეკონომიკური და იანვარს და თებერვალს ძალიან რთულსელია რუსეთში, იმიტომ რომ ნოემბერი იყო უმძიმესი რუსებისთვის. ძალიან დიდი ვარდნა აქვს მანქანა თან ისეთ სფეროებში რა მეტალურგია მანქანა ჩვენ ანუ რამაზ ფრონტზე უნდა იმუშაოს. უკრაინას რა მოტივი შეიძლება ქონდეს დღეს რომ წავიდეს ასეთ დათმობაზე როგორც არის ტერიტორიული დათმობა პლუს რუსეთს მისცეს საშუალება მოძლიერდეს სანქციები მოიხსნას მის წინააღმდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო? აქ ამბავიც იმაშია რომ იმისა რომ ემუქრებიან რომ უფრო მეტ ტერიტორიას დაკარგონ. აქ პრობლემა კიდევაც იმაშია რომ უკრაინელებმაც კარგად იცოდა რუსი ეკონომიკასთებიც ამას ლაპარაკობენ რომ სანქციებიც რომ მოიხსნას ეს იმდენად რთული იქნება სამხედრო ეკონომიკიდან გადმოყვანა სამოქალაქო ეკონომიკაზე რომ სამოქალაქო ეკონომიკა რო გაჩერდა ეს შეავსო ყველაფერი ჩინეთმა და დღეს ამ სამხედრო ეკონომიკა რო გაზარდე ეს ხალხი მიიღე მაღალი ხელფასები აქვს შე რო ეს წარმოება ეხლა ეს სამხედრო წარმოება გააჩერო აქ რო გადმოიყვანო ეს ხალხი სადაც მუშაობდნენ იმისი პროდუქცია აღარავის აღარ ჭირდება, იმიტომ რომ ჩინეთმა შეჭამა ბაზარი მთლიანად იაფიანი პროდუქციით, ავტომობილები გაჩერდა, ყველაფერი გაუჩერდათ. და ვითარება იმდენად მძიმე არის, რომ რუსებმა ბევრი ეკონომისტი, მათ შორის პროსახელისუფლო ეკონომისტები ამბობენ თვითონ იმას, რომ ჩვენთვის რა არის ეკონომიკურად უფრო საშინელი ახლა ომის გაგრძელება თუ ომის გაჩერება უკვე არავინ აღარ იცის. ყველაფერი ჩამოენგრო, ყველაფერი სამხედროზე არის გადაწყობილი, თუ შენ აქეთ გადმოწყობას იწყებ, ამას ჭირდება მილიარდები. ეს მილიარდები რუს არა აქვს. ამიტომ ნუ ესეც ერთ-ერთი ისა ამ წელიწადს გამოჩნდა ეს ყველაზე მეტად, აი ამ წლის ბოლოს უკვე აგვისტოდან დაიწყო სერიოზული პრობლემები, როდესაც დიდი წარმოებები 20 დღიან სამუშაო დღეზე გადავიდნენ, ახლა მერე გაანახევრეს საერთოდ სამუშაო საათების, ამითი უჭირავთ სტატისტიკა იმისი რომ აი უმუშევრობა არ გავზარდეთ პუტინის ვიდეო 2.5% მაგ სინამდვილეში ფარული უმუშევრობა არის ხო რო ანახევრებ სამუშაო დღეს შენ ანახევრებ ხელფას ანუ შემოსავლებს სამამდე გაძლევენ არ ვიცი მაგი არ არის თავარია ზელენსკიმ გაძლოს ასე თქვა და ამ ზეწოლას უკრაინამ უნდა გაძლოს ეგ არის თავარი და ტრამპა კიდე რამის იგიჟე არ გააკეთოს კი ბატონო ლელა ჯეჯელავა შემოგვიერთდა ამ სვაში მოგესალმებით ბატონო მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის ვაჯამებთ წელს ნუ დავიწყეთ უნებრივია და თემები და გავაგრძელებთ ასევე შიდა თემებით ირაკლი კობახიძეს აჯამებს ჩვენთან ერთად პარალელურად თავობის ხტომა მიდის წავიკითხე მის ერთი განცხადება სადაც საუბრობს რომ აი კიდევ ერთხელ იყო რევოლუციის მსვლელობა წელსაც მაგრამ ჰუმანურად გაუმკლავდითო ყველაფერსო აგერ ახლა ახალი განცხადება დაიდო ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა მაგრამ ჩვენთვის თავარია დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ საკითხს მომავალშიცო ანუ აქ უკვე არის კორუფციაზე ბრძოლასთან დაკავშირებით თქვენ როგორ შეაჯამებდით ამ წელს ну წელი დახუნძული იყო მოვლენებით და სანახაობით მართალი გითხრათ და სანახაობა იყო პურის გარეშე ძირითადად იყო სუპით სანახაობა იმიტომ რომ ხა როგორც ჩანს ძალიან ტრენდული არის ეს
ქართული ოცნების მომხრეებში, ხო, რა ვიცი, ხა მეტი რა უნდა გვენახა ამ წელს ნახეთ, რომ მთელი გასული 12 წლის განმავლობაში ეს ქვეყანა ქართული ოცნების მაღალ ჩინოსნებს შეუჭამეთ პრაქტიკულად და ეხლა მადლობლები ალბათ უნდა იყვნენ ქართული ოცნების ბირთვული მხარდამჭერები, სუპირო აქვთ, მართლა კმაყოფილები უნდა იყვნენ, იმიტომ რომ ჩვენ ისეთ მასშტაბებს ხედავთ კორუფციისას ეხლა, რაზედაც თავად საუბრობენ, ხო, მაგრამ აი კითხვა მაქვს ასეთი, ერთი რატოა წარსულში რა იყო ჩადენილი? ძალიან მაინტერესებს. აწი აღარ დაუშვათ. არა, ძალიან საინტერესოა წარსულში ჩადენილ კორუფციის მაგალითებზე და შემთხვევებზე ვინ უნდა აგოს? პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოს ამ გუნდმა? რას ნიშნავს? რომ მეუბნები რომ სუსის უფროსი იპარავდა, თავდაცვის მინისტრი იპარავდა, პრემიერი იპარავდა, ეკონომიკის მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი და ძალიან დიდ ბოდიში ვინ არ იპარავდა? და ამ დროს კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე და გადასარევად იცოდა როგორ ავსებდა პარტიის სალაროს. და თვითონ გითხრა ეს რომ თუ სანამ ივანიშვილმა არ გითხრა კორუფციას უნდა ვებრძოლო. ეს საერთოდ გენიალური რამ თქვა რომ ბატონმა ივანიშვილმა 23 წელს ეჭვი გამოთქვა რომ შეიძლება კორუფცია ყოფილიყო და ეხლა გამოძიება დავიწყეთო და რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ეჭვიანობაზე გამოძიება რო დაიწყეს ეს რა არის? ყველა სახელმწიფო უწყებაში წელიწადში ერთხელ ტარდება სახელმწიფო აუდიტი, მე როგორ ვიცი, აგერ ირაკლის უფრო მეტი გამოცდილება აქვს, მაგაში წესით ეგრე უნდა იყოს სახელმწიფო აუდიტი და 13 წლის განმავლობაში ეს სახელმწიფო აუდიტი ამ უწყებებში რო შედიოდა, რა დასკვნებს წერდა? რას ნიშნავს? მე ვიცი რომ მედიაში გაჟღერებულ ფაქტს საჯარო განცხადებაზე ასე შემდეგ დაიწყოს გამოძიება, მაგრამ ერთი კონკრეტული პერსონის ახლა რაც არ უნდა. ანუ ამ განცხადებიდან რა ჩანს რომ ივანიშვილს უარ ეთქვა? გაუგებარია მართალი. ყველაზე საინტერესო განცხადებაში ის არის რომ ივანიშვილს უარ ეთქვა. ისე კიდე გაგრძელდებოდა თუ რა რეისი თქმა უნდა თან. ანუ ივანიშვილმა გვითხრაო და ამიტომ დავიწყეთო კორუფციას საბრძოლოდ. კიდევ დიდხანს მოიპარავდნენ, კი ამაშია საქმე და რაც ყველაზე მთავარია, ეს ამ კორუფციასთან დაკავშირებით რომ ეხლა ვიღაცებს იჭერენ, მაგრამ მერეთან უშვებენ, ვიღაცებს არ იჭერენ, იმიტომ რომ ზოგმა მე მგონი საერთოდ საკუთარი სიცოცხლით აგო სიცოცხლის რისკის ფასად პასუხი და ასე შემდეგ და შემდეგ. ეს რა დამოკიდებულება, ეს რანაირი სახელმწიფოებრივი მიდგომა, ეს საერთოდ არაფერში არ ჯდება და არანაირ კორუფციასთან ბრძოლას ეს არ წარმოადგენს, ეს არის პაროდია კორუფციასთან ბრძოლისა, რასაკვირველია, ეს უბრალოდ მიდის ეხლა ჩანაცვლება ახალი კორუფციული კავშირებით, ანუ ვინც სისტემის შიგნით ამათ უფრო მეტი მადა და ენთუზიაზმი ექნებათ, რასაკვირველია ახლა ეჭვიც არ მეპარება მაგაში და გარდა ამისა წარმოიდგინეთ ახლა სისტემაში ხო ეს კორუფცია ხო ქვემოთ არის ჩაშლილი, ლილუაშვილზე ხო არ გაჩერდა არა ეს კორუფცია ქვემოთაც იყო, ეს ხალხი ხო სულ შესაძლელია ახლა იმის ადგილას ახალი უნდა შევიდეს და ასე უფრო მეტი და მეტი ადამიანი ეფლობა ამ სქემებში და არის დანაშაულებით მერე შეკრული აი ამ ქართული ოცნების სისტემასთან, უბრალოდ მაფიოზურ რაღაც სინდიკატთან, სადაც ერთადერთი პრინციპი არის, აი ომერტა, უნდა დუმდე, თუ გინდა მერე სიცოცხლე შეინარჩუნო. ეს არის სულ და გარდა მაგისა კიდე მოსატანი მოიტანო როგორც ჩანს, იმიტომ რომ ხა როგორც ხედავთ არ ვიცი. ხა დღეს გამოუშვეს 9 მილიონი გირაოს სანაცვლოდ ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე პატიმრობიდან, რომელიც ხო ხა გვარს გოგია მე მგონი? გოგია?
ხო, ნუ ეს ალბათ არის გვარი არ შემეშალოს საპროცესო შეთანხმება და როგორც ვიცი ვიღაცას ხელი დაადო უფრო ზემოთ დიდი ალბათობით ხო და ნუ ბუნებრივია ეხა რა ვიცი ირაკლი ღარიბაშვილი რატომ არ დაიჭირეს შეეშინდათ რომ უფრო ზემოთ არ დაედო ხელი ირაკლი ღარიბაშვილსაც მაგიტომ მარი თავისუფალი საინტერესოა ძალიან ასე კახა გაბუნია მოდიში კახა გაბუნია გვარი შემეშალა კახა გაბუნია იცით რა მართალი გითხრათ სულ რამდენიმე მინისტრის გვარი ვიცი იმიტომ რომ ესენი ხო პოლიტიკური ფიგურა არც ერთი არ არის მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკური თანამდებობები აქვს ხო რა მნიშვნელობა აქვს ვისაც ასე ვთქვათ დასვავენ და მე ვისაც გადაადგილებენ აბსოლუტური მნიშვნელობა არ აქვს ამიტომ ხო ამბობენ რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილესაც გამოუშვება ბატონ მიქაუტაძესო და ნუ ზემოთ მე სულ რამდენიმე ადამიანი მეგულება და შეიძლება ერთ-ერთი კარსელაძეს დაადო ხელი მოადგილე ყოფილ მინისტრს მაგრამ მისი ადვოკატი ამტკიცებს რომ არაო შემიძლია დავიფიცო არავისთვის ხელი არ დაუდიო ხო, გამოჩნდება ხა ვის დაიჭე. ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქალაქის მერი, რომელიც აცხადებს, რომ მის უწყებაში ესე იგი ასეთი კორუფციული სქემა მუშაობდა, რომ თვით სუსის უფროსი ასე ვთქვათ იყო ჩართული და თვითონ წარმოდგენა არ ჰქონდა არაფერზე. ეს რას ნიშნავს? ანუ თავის უწყებაში რა ხდება იმაზე კონტროლი რო არ აქვს, ასეთზე იტყვიან თანამდებობისთვის შეუფერებელიო და ეს კაცი არასოდეს არაფერზე პასუხს არ აგებს და აი კობახიძემ გითხრა რომ ჩემი ინფორმაციით არ აგებსო და ეთქობა სანამდე ბიძინა ივანიშვილი არ იეჭვიანებს კალაძეზეც მანამდე არ დაიწყება მის შესახებ გამოძიებას. საინტერესო თემა არის ეს თავარი პროკურორის ცალკე მინდა თქვენ კი ისაუბრეთ და ირაკლი ნაწილობრივ ამ თემაზე მაგრამ ცალკე მინდა გამოვყო მართლაც ეს ფენომენი ფარცხალაძის იმიტომ ამით წარმოიდგინეთ ახლა თავარ პროკურორად ყავდა ადამიანი რომელიც ჯერ ბოტასების კურდი აღმოჩნდა მე თანამდებობა რო წავიდა უცებ მილიონერი აღმოჩნდა და არავის ამაზე ოპოზიცია რო სვამდა კითხვას ამაზე ამის გამო ლანძღავდნენ მილიონერი კი არა კილერია არა ჯერ კილერამდე მივიდეთ კაცო მილიონერი არა კილერამდე გაიზარდა კილერამდე მივიდეთ ჯერ მიყვევი თანამდებობად რო გადადგა ჯერ აღმოჩნდა ბოტასების კურდი მე რომ გადადგა გავიკვეთ რომ ბოტასების კურდი კი რა თუნდაც მილიონერი გამხდარა ამასობაში და საიდან აქ ეს ქონება რომ დაისვე ეს კითხვები და მათ შორის აუდიტის სამსახურის ყოფილმა უფროსმა რომ დაწერა ანგარიში რომ საიდან აქ ამდენი ფული კობახიძესო ბატონ ლაშათორდიას ეს პატივცემული დახვდა სადღაც ბარში და ცემა აუდიტის სამსახურის მოქმედი უფროსი. დააცარდა. ხო, ანუ ხელისუფლება მაშინ ხო არც ამის ფულებზე იკითხა საიდან აქო. ლევან ყიფიანი ხო აქამდე მივალ ხა, თანამდებობების მივყვები ამბებს. ცემა აუდიტის სამსახურის უფროსი, რომლის გამოც ფორმალურად აღუძრეს საქმე, მაგრამ ბუნებრივია ხა, არაფრით არ დასრულდა, ხო, ეს სასამართლო პროცესი, ამის გამო ის არ დაუჭერია და დაუკავებიათ. მე ამ მთავარმა ყოფილმა პროკურორმა ყოფილი ქოცე ოცნების მთავრობის ყოფილი მინისტრი, სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი, დავით ყიფიანის შვილი. გენიოსი ქართველი ფეხბურთელის შვილი. ჩაიყვანა სარდაფში და აუთ რა დავარქვათ ამას დააკაჩავა. ხო, ეხლა სხვა რა ტერმინი შეიძლება გამოიყენო. თან ეს რაღაც ჭორებად კი არ გავიგეთ. ლევან ყიფიანი თავად იჯდა და ყვებოდა თავის მეგობარს უყვებოდა თუ ნაცნობს რომელმაც ჩაიწერა ეს ყველაფერი. კეისებით ფული რო გაიტანა ეს არაფერი. ხო, კეისებით ფული. მოკლედ ეს ლევან ყიფიანი ყოფილი მინისტრის სარდაფში ჩაყვანაც შეერჩა, არავინ არაფერზე პასუხი არ მოთხოვა. მერე წავიდა რუსეთში და იქ გაირკვა რომ ამ კაცს რუსეთშიც ყველაფერი დაალაგებული ქონია, უცებ გახდა ბიზნესმენი, გახდა რომანოვი და ბოლოს გაირკვა რომ საერთოდ FSB-სთან თანამშრომლობს. და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა FSB-სთან თანამშრომლობის გამო. და აქ რა მოხდა, ყველა საინტერესო ამბები მე განვითარდა საქართველოში ბატონ ირაკლი, თქვენს ხო გემახსოვრებათ ეს რა მოხდა. ანუ რადგან ჩვენ სანქციები ფინანსურ ნაწილზე შეერთებული ვართ სანქციები, სხვა სანქციებზე არ ვართ შეერთებული, ფინანსურზე შეერთებული, ეროვნულმა ბანკმა ავტომატურად გამოაცხადა, რომ ფარცხალაძე თუ დაასანქცირა ამერიკამ, ჩვენც ვასანქცირებთო.
და ამას რა მოყვა, გამოვარდა ირაკლი კობახიძე და ეროვნული ბანკიდან 10.000 თურნავა დაადანაშაულა კონსტიტუციის დარღვევაში. 10.000 თურნავა უცებ მიხვდა რომ რაღაც არასწორი გააკეთა და ეს თავისი სანქციები უკან წაიღეს და წესი შეცვალეს სპეციალურად გამონაკლისი დაუშვეს ეროვნული ბანკის მაშინ მოვალეობის შემსრულებელმა 10.000 თურნავა პრეზიდენტის სპეციალური ბრძანება გამოსცა რომ ფარცხალაძე არიდებოდა სანქციებს. რომ ეს ფული გაეტანა. მერე გაირკვა რომ მოქალაქეც არ ყოფილა საქართველოში თურმე, იმიტომ რუსეთის მოქალაქეობა მიუღია და ესო არ ვიცოდითო და სანამ მოქალაქეობას ჩამოართმევდნენ, იმდენი ხანი გაწელეს, სანამ შვილზე არ გადააფორმა ეკლესიაც კი. ხო, მთელი ქონება შვილზე რო გადააფორმა, მერე ჩამოართვეს ქონება და ნუ მოკლედ აი ასეთ გადაფარებული იყვნენ ამ კაცზე და დღეს აღმოჩნდა რომ ის კაცი ყოფილა კილერი. უბრალოდ კილერი არა, შტამკვეთი. კილერი სხვა იყო. დამკვეთი მკვლელობის და დღეს გვეუბნებია საქართველოს გვეუბნება რომ ჩვენ რაშვაში ვართ ამ ადამიანთან. ეგო დიდი ხნის წინ იყო თანამდებობაზე. ხო, ეს ვორსკის ქონდა განსაკუთრებით ისეთი არგუმენტირებული ახსნა ამასთან დაკავშირებით. აქ ყველაზე საინტერესო ის არის ჩემი აზრით, რომ ადამიანს, რომელსაც ამდენი დანაშაული შერჩა და ადამიანს, რომელსაც პირიქით იმის შემდეგ რაც გაირკვა რომ ის არის ბრალდებული FSB-სთან თანამშრომლობაში ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ სასათბურე პირობები შეუქმნეს, ხო, სპეციალური განკარგულება გამომცა ეროვნულმა ბანკმა, მაგრამ რა არეპატია, როდესაც კრიმინალს გადაუარა წინ. ანუ ეს ხო ძალიან კარგად აჩვენებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების არსს. რაზეა და ვიზია მისი ხელისუფლება დამოკიდებული. ბიძინა ივანიშვილს არ აწუხებს, მე მგონი, დიდად ლეგიტიმაცია შეერთებული შტატებიდან და შეერთებული შტატების დამოკიდება. არა, კი აწუხებს, როგორ არა, მაგრამ ესეთი სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ როგორც კი შეეხო დაუშვად კრიმინალს ფარცხალაძე მომენტალურად ბიძინა ივანიშვილს მოუწია მისმა გაწირვამ. ხო, ფაქტის სახეზე გვაქვს, არა? არა, გაწირვა, მოდი, ასე ვთქვათ, პირობითია. ხა საქმე აღძრეს, მაგრამ თვითონაც კარგად იციან, რომ ვერ დაიჭერენ, ხა რუსეთის მოქალაქეა, რუსეთი არ გადმოსცემს, შეიძლება ეს ფორმალური ამბავიც იყოს, ხო? ანუ რალი წაუღე საქართველოში ვეღარ ჩამოვა. არ ვიცით, საქართველოში ვეღარ ჩამოვა, არა, ოფიციალურად. საქართველოში ვერ ჩამოვა და რუსეთის გარდა ვერსად ვერ წავა, თუ ინტერპოლით ძებნილია. ჯერჯერობით გამოაცხადეს მარტო საქართველოს ტერიტორიაზე ბრძოლა. ეს საინტერესოა შეხოთაშ. ხო, ინტერპოლს მიმართავენ თუ არა ვიცი. ფორმალური ამბავი არის ეს, ყველანი ხვდები. დავიწყოთ იქიდან, რომ ფარცხალაძე მაგალითია, საერთოდ რა ხელისუფლებები ყავდა საქართველოს. ცოტა დავამთავრო რა. ფარცხალაძე ბოტასების ქურდი და წინა ხელისუფლების დროს გახდა ძალიან მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც ჩააბარეს ფინანსური პოლიციის ამბები. აი რა არის, როდესაც იწყებ ამაზე საუბარს, მაშინ ის უნდა თქვა წინა ხელისუფლების წარმომადგენელი რო ხარ და მაგაზე აქვს საზოგადოებას რეაქცია. ბოტასების ქურდი თუ იყო და იცოდი, მაშინ აქ როგორ ნიშნავდი. სამართალდამცავ სტრუქტურაში. ანუ ნაცების დროსაც მუშაობდა მაღალ თანამდებობებში. იქ გამოიჩინა თავი და იმიტომ მე რო ვიკითხე თავის დროზე რატო შვებით მეთქი. მაშინ შეცდო თავრობაში. ხო, რატო შვებით ამ საქმეს მეთქი, აი სხვა ესო ყველაფერი შემსრულებელი არის აჩვენა. შეიძლება ერთ რამეს ვიტყვი, ბოდიში ირაკლი, აი და მე გააგრძელეთ. მე ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ ის ცხოვრობდა ჩემი მეუღლის ეზოში, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის პერიოდში, მას დაძდევდნენ დასაჭერად. ის სახლიდან გაეპარა მის ასაყვანად მისულ პოლიციას, ეს შეიძლება დაადასტუროს ყველა იმ ეზოში და ამის მერე მიდის რუსეთში და რაღაც პერიოდის შემდეგ ბრუნდება რუსეთიდან და იღებს იმ თანამდებობას. ანუ თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინაც რამხელა იყო ინფილტრაციის ხარისხი რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებისა, რომ იმას რა ქვია
ფარცხალაძეს მაშინვე მიეცა შესაძლებლობა, რომ დასაქმებულიყო კაცს, რომელსაც წლების წინ დასაჭერად დასდევდა იგივე ხელისუფლება. ბოდიში ირაკლი ამის თქვა მინდოდა მხოლოდ, რომ დამეზუსტები. კი ბატონო, ხო ეს ახალი. ყოველ შემთხვევაში 2012 წლამდე კაცი მუშაობდა თანამდებობას სამართალდამცავ ორგანოებში. რაც შეეხება ლილუაშვილს, ერთ საინტერესო ამბავია. ყველა ვარიანტი გაგრძელება ექნება ამ საქმეს, იმიტომ რომ რითვისაც არის დაკავშირებული დაპატიმრებული ლილუაშვილი, რაც მას ბრალ წარუდგინეს. ის ვერსად საკითხზე გადაწყვეტილებას თავად ხო ვერ იღებდა, მას შეეძლო ლობირება, ანუ უკანონოზე მოქმედება, მაგრამ ნებისმიერ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მას ბრალად უყენებენ, ამ გადაწყვეტილებაში ფული არის აღებული. ამ გადაწყვეტილებას ყავს პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლის უფლებამოსილებაში იყო საკითხების გადაწყვეტა. ანუ თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ელექტროსადგურის აგებაში ლილუაშვილმა ფული აიღო, ელექტროსადგურის აგების ნებართვა ვინ გასა ეს? ან მთავრობის დადგენილებით ხდება, მთავრობა აძლევს გადაწყვეტილებას ხდება, ან ეკონომიკის სამინისტროს. ხო, უკვე მივდივართ იმაზე, რომ შენ თუ ადამიანს იჭერ და ბრალად უყენებ იმას, რომ მან ფული აიღო იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც მის უფლებამოსილებაში არ შედიოდა, მაშინ ეგრევე დგება ეჭვქვეშ იმ ადამიანების საკითხი, რომლებიც უფლებამოსილები იყვნენ ამ გადაწყვეტილების მიღების. მათზე იმოქმედა ლილუაშვილმა, ხო? ანუ მათ ან ზემოქმედების ქვეშ მიიღეს გადაწყვეტილება და მაშინაც უნდა თქვან და ეს კანონის დარღვევა, ან ვარესი არის კიდე რომ ფული აქვს დაღებული, გაყოფილი აქვს, ხო, ფული. ან ერთი ან მეორე, ხო? ან ერთი ან მეორე. ამიტომ ლილუაშვილის საქმეს გაგრძელება ექნება. რაც შეეხება კიდევ ერთი რამ, მე არ შემიძლია ავთქვა აი ამ საპროცესო შეთანხმებებზე. ძალიან ცუდი და საშიში მექანიზმი არის იმ ქვეყანაში, სადაც არ არის თავისუფალი სასამართლო. ამას ვამბობდი წინა ხელისუფლების დროსაც, როდესაც ეს სისტემა შემოვიდა და ადამიანებს ესე პანტეპანტა სისტემა რაში არის? ხო, მე კაც დავიჭერ, სრულიად უდანაშაულო იყო, ვამბობდი გაგანთავისუფლებ. ოთ და ხელი ვისაც გეტყვი. ანუ ერთი პოლონელი ავტორი იყო ძალიან ცნობილი ფრაზები ჰქონდა. ერთი ფრაზა არის ესეთი ძალიან კარგი გამოთქმა არის. სიმართლეს ყველაზე მეტად უჭერს მაშინ, როდესაც ყველაფერი შეიძლება სიმართლე იყოს. ჩვენ უკვე აღარაფერი აღარ ვიცით რა არის სიმართლე და რა არის ტყუილი. რა არის სიმართლე იმაში, რასაც ადანაშაულებენ, ეს რასაც ადანაშაულებენ, უბრალოდ შედეგია იმისა, რომ ვიღაცა საპროცესო გარიგებით ხელი დაადო, თუ ეს მართლა დანაშაულია, უკვე აღარაფერი აღარ ვიცით, ხო? და აღარაფრის მიმართობა არ არის, აღარ არის არც სასამართლოს, არც პროკურატურის, არც დაკავებულის, არც ბრალდების. აი სისტემა, რომელიც ნულოვანებში ჩამოყალიბდა ჩვენთან და უამრავი ადამიანი შეიწირა, სხვათა შორის მაშინაც იყო წინა ხელისუფლებით და საერთოდ უბედურება ხდება ამ სისტემამ, როდესაც არა გაჩნდა სამართლიანი სასამართლო, ეს საპროცესო გარიგება არის მექანიზმი, რომელთაც ნებისმიერი ჩვენგანი ხვალ შეიძლება დაიჭიროს. აი ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება დაიჭიროს. ამიტომ მე ცოტა ფრთხილად ვუდგები აი ამ კონკრეტულ ბრალდებებზე ეს არის პასუხისმგებლობა, მაგას ვერ გეტყვი. იმიტომ რომ ხაბალ დღეს თუ როგორც რომეო მიქაუტაძეს დაადეს ხელი ვიღაცამ და ის გაუშვეს, ახლა რომეო მიქაუტაძე ამას დაადევს, მე ხვალ ვის დაადებენ ხელს კაცშვილმა აღარ ვიცი. ხო, კიდე ხო. და ეს ამ წელიწადს განსაკუთრებით აქამდე ასე თავხედურად ეს საპროცესო გარიგების მექანიზმი არ გამოუყენებიათ 2012-ის შემდეგ. მანამდე ხდებოდა ხშირად სამწუხაროდ. და ეხლა კიდე სადამდე მივალთ ამ ბრალდებებით, დღეს როგორც ჯუანსერ ბურთულაძე ამბობს, რომ არც ერთ ნორმალური ქვეყანაო ამასო არ მიიღებდაო მტკიცებულობათო, ხვალ ძალიან ბევრს მოუწევს. დიდი ეჭვი მაქვს. ჯუანსერ ბურთულაძემ წლის ბოლოს, ხო, წლის შეჯამებაში ეს აუცილებლად თქვა, რომ თურმე არანორმალური ბურთულაძემ წლის ბოლოს აღმოაჩინა, რომ თურმე არანორმალური ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ყოფილა. ფარცხალაძის ადვოკატმა თქვა, რომ ამ სტანდარტითო სასამართლო თუ იხმძღვანებს, რომ ფარცხალაძის ადვოკატი ამბობს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები ესე განადგურებულია. ავტორიტარიზმი კარგია თუ ლიდერი ჩემი მეგობარი არის. ეს ცნობილი ფაქტი არის. მე უკვე ცუდი ამბავი ხდება ეს. მე ამ ქართლზე დაკავშირებით ერთი კითხვა მინდა კიდე დავსვა. ის ამდენი რაღაცა რო ჩამოუთვალე, რაც მას ეპატია და შეერჩა. თქვენი აზრით ვინ შეიძლება ყოფილიყო ის ადამიანი, რომელიც მას ხელს აფარებდა და ამდენი რამე შეიძლება პატიებოდა? და ყველა მიცის მისი
კავშირები ბიძინა ივანიშვილთან ეს არ არის მარტო საქმიანი კავშირები, რაღაცა საერთო საახლობლო წრეც არის, როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, ბერა ივანიშვილი ყოფილა ფარცხალაძის შვილიშვილის თუ რაღაც ეს შვილის თუ შვილიშვილის ნათლია. მათ იმაზე მეტი ინტენსივი მოანათლინა, შვილიშვილი მოანათლინა. დაუშვათ ეს არის მხოლოდ პარტნიორული ურთიერთობები და გარდა ამისა ახლა ყველა მიცის რომ ის მისი ნდობით აღჭურვილი ადამიანი იყო და არაფორმალურად მართავდა პროკურატურას წლების განმავლობაში სანამ რუსეთში არ მოუწია წასვლამეს ხო ფაქტია რა ასე რომ ხო რა ანუ რა ფაქტი რა გამოდის რომ ივანიშვილი აი ყველა დანაშაულს ხელს აფარებდა ხო თუ ის იყო მისი მფარველი მოიცადეთ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი პირველად გაანთავისუფლა პრემიერ-მინისტრობიდან, მაშინაც ხო მე ხო არ მეშლება ასე იყო ნამდვილად, რომ ის ეჭვმიტანილი იყო კორუფციაში და მახსოვს მე მგონი ისიც ინტერვიუში თქვა, რომ ცოლის ნათესავებთან ფრთხილად ყოფნა ურჩიო თუ რაღაცა ურძალე ურთიერთობებიო, ეგეთი არაფერი მინახავს. ახლა ბიძინას რომ უნდა კითხო, რომ ნათესავთან უნდა გქონდეს ურთიერთობა. ხო და ასეთი კაცი მეორედ რატომ მოგვიბრუნა პრემიერ-მინისტრად და საერთოდ ეს საამურია ცხოვრება ბიძინა ივანიშვილისთვის. მის გარეშე აქ ხოხობით ვერ აფრინდება, იმიტომ რომ იქ მაშინ საჩხერეში რო ყავდა მომრავლებული, მასაც ის გადააფარა, მაგრამ გაფრინდნენ მაინც ის ხოხბები, მაგრამ ისა რა ქვია მის გარეშე აქ არც ერთი გადაწყვეტილება არ მიიღება და თვითონ პასუხს არაფერზე არ აღებს. აი ნახავთ როგორც კი გართულდება ჩემი აზრით აი ამ ქიმიური ნაერთის გამოყენებასთან დაკავშირებით პოლიტიკური ვითარება უფრო აქტიური ზეწოლა იქნება პარტნიორებისგანაც და ასე შემდეგ და შემდეგ თქვენ ნახავთ თუ ყველაფერი არ დაბრალდება ბატონ კობახიძეს. ხო, ნუ საინტერესო გაგრძელება იქნება და მინდა აუცილებლად ვისაუბრო, რაზეც თქვენ ახსენეთ გადაცემის დასაწყისში, რომ ეს წელი იყო გამორჩეული იმით, რომ ძალიან ბევრი პოლიტპატიმარი გვყავს. რეალურად. ირაკლი კობახიძემ ამ სიტუაციში, რომელიც ახლა წარმოთქვა თავისუფლად, თქვა, რომ გაუმკლავდი თუ ამ გამოწვევასო ჰუმანური მეთოდებით. და ნუ იმდენი შარმანაშოს გული წყდება რომ არ გვესროლა ტყუები მაგალითად შვიდობის დარგში შვიდობის დარგში ნობელის პრემიის წარმოადგენა სხვადასხვა წარმოდგენა გვაქვს ჰუმანიზმზე ამ ადამიანებისათვის ნებისმიერი ჩვენგანი ვინც ეწინააღმდეგება მათ ხელისუფლებას სიკვდილს იმსახურებს შარმანაშვილს წამოწდა უბრალოდ სროლა შეგვეძლო ანუ გვინდოდა მაგრამ არ გესროლეთ ახლობით ეგ გამოიცა. აი, სადაც გულისხმობა რომ კანონით გვაქვს უფლება, მაგრამ კანონით როგორ აქვს უფლება ხა? ნუ ეხლა შარმანაშვილს ცოტა იცის კანონები, რაღაცა მაინც იცის, მიუხედავად იმისა, რომ დიდ წარმოდგენის არ ყოფილა რადოსის სოდნასთან დაკავშირებით, დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ ის იცის, რომ ხო ცეცხლსასროლი იარაღის სროლის უფლება მიტინგზე არავის არ აქვს. და კარგად იცის ეს, მაგრამ კიდე გეუბნებით ეს აი ფროიდისეული წამოწდენა არის რა, აი ეს მინდოდა, მაგრამ ვერ ვქენი. ხო, რა თქმა უნდა, არადროს არ ყოფილა ამდენი პოლიტპატიმარი ქვეყანაში, თუ ალბათ 90 აი გადატრიალების შემდგომ პერიოდს არ ჩავთვლით, რომ ესაც ბევრ ხარს იჭერდნენ, მაგრამ მე მალე უშვებდნენ თითქოს რა. მაგრამ აი ასე რომ ასობით ადამიანი თან რამდენად ცინიკურია ხო ადამიანი რომელმაც მილიონი მოიპარა 5 მილიონი მოიპარა ოპციაში იყო ის შეიძლება საპროცესოთი გამოუშვან და ტროტუარზე დგომისათვის შეიძლება პირველად არა უკვე მეორე ონკოლოგიური პაციენტები სისხლში როდესაც იმდენად ჰუმანური ხარ რომ ახალგაზრდა გაწპატიმარს მამა უკვდება და იმის საშუალებასაც არ აძლევ რომ მოინახულო რა ჰუმანიზმზე ლაპარაკ ჩვენ არასდროს არ ყოლია არცერთ ხელისუფლებასთან ფაქტობრივად კარგად არ ყოფილვარ მაგრამ არასდროს არ ყოლია ესეთ ცინიკური ლიდერები როგორც არის პაპუაშვილი და კობახიძე ეს არის სასწაული მათი დამკვიდრებული სახეები ძულებს ჩამკრევლელა ეს არის მათი დამოკიდებულება მათ სახეებზე ჩანს მათი დამოკიდებულება ყველა იმ ადამიანის მიმართ რომლებიც ეწინააღმდეგებიან მათ ხელისუფლებას ეს არის ხალხი რომელიც
არასდროს არაფერს არ შეუწუხებია საკუთარი თავის გარდა. არც სააკაშვილის დროს არავის დროს ხმა არაფერზე არ ამოსადმე ვინმე გინახავთ. იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციებში, იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელსაც ყველაფრის შემსრულებლები. და მოვიდნენ ხელისუფლებაში და ფიქრობენ, აი ესა აქვთ რა, რომ კი მაგრამ მე რომ მონასავით ვიცხოვრე და ყველაფერზე თავს უკრავდი. მე მახსოვს ახლა ზოგიერთი მადაგან. ხო? ეხლა მე რო ვარ გადაწყვეტილების მიღების, შენ მე რატო არ ვემორჩილები? ეს არ ესმით რა. ეს არ ესმით, რომ ყველა უნდა იცხოვროს, აი როგორც თვითონ ცხოვრობდნენ მონასავით, აი სააკაშვილის დროს არც გედგულან შეუწუხები, არაფერს არ შეუწუხებია, ხო, იმ ხელისუფლების დროს ამ ხალხს. ეხლა ვერაფრით ვერ იტანენ იმ ადამიანებს, რომლებიც აი ესე მოკიდეს ხელი, არარაობები გახადეს პირველ პირებად, გადაწყვეტილების მიღება და მათ იციან ერთი რამ, რომ მათ ეს თუ დაკარგეს, ისინი იმ სოციალურ მდგომარეობასაც ვერ დაუბრუნდებიან, რომელშიც იყვნენ. და აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრ რაღაცაზე არიან წამსვლელები. და იმიტომ არის ეს ზიზღი და ეს დამოკიდებულება, ხო, აი ამ ადამიანების მიმართ. და ეს ცინიზმი, ხო, როგორ შეიძლება პრემიერ-მინისტრმა თქვას, რომ კარგი წელი იყო ის წელი, სადაც გამოირკვა, რომ მისი პარტიის წევრები, პოლიტიკური თანამდებობის პირები, მისი მთავრობის წევრები კორუფციაზე დაიჭირეს მასობრივად. ქურთები და ქილერები არიან, მარტივად რო ვთქვათ. და ერთმა ესე იგი უშიშროებამ, რომელმაც ქვეყნის უშიშროება უნდა დაიცვას, უცხოელისგან ფული აიღო მისი ინტერესების ჩემ ქვეყანაში სალობირებად, ამას მეუბნები, ხო? აიღო, არ აიღო, არ ვიცი მეთქი კიდე ერთხელ. ხელისუფალი ხო მაგას მეუბნები. კობახიძე ხო მაგ ამ წელზე მეუბნები, რომ კარგი წელი იყო. აი, რა უნდა უთხრა? რიჟვაძის შესახებ რო საერთოდ არაფერი არ ვიცით და ადამიანის სუიციდს კი გადაურჩა, მადლობა ღმერთს, მაგრამ სოციალური სუიციდი აქვს, მე მგონი საერთოდ გაქრა სოციუმიდან. საერთოდ აღარ არსებობს. და ესეც კარგ წლად ითვლება, მაგრამ რა მაინტერესებს, იცი, ეს ჩვენი პრემიერ-მინისტრი ამ ბოლო დროს, რა ვიცი, ან ასაკი ხო არ შეეპარა, ან ეგ არისო, რომ ნულოვანი თანაგრძნობაა, რომ იძახდა. ახლა რა ჰუმანიზმი აუტყდა, ძალიან მაინტერესებს და რა ვიცი, ალბათ ის არის, რა ქვია, შარმანაშვილი მის გამძლეულ და დამკვალიანებელთა შორის არის, როგორც ვიცი, მამები იყო, მამამისის პარტიიდან იყო შარმანაშვილიც და ეთყობა მათ ასწავლეს ესე, რომ თუ მარტო ძვლებს დაუმტვრევდა, თუ მოწამლავ და ასე შემდეგ, ეს ჰუმანიზმია, მაგრამ ნუ ტყვიაც თუ დააყოლე, ეს უკვე არის ცოტა მკაცრი, იცით რა, ირაკლი აბსოლუტურად სწორად თქვა. აი თუ რამით გვანან ესენი პუტინის ხელისუფლებას, ეს არის უკიდეგანო ცინიზმი. აი მას ყავს ესეთი ცივსისხლიანი პუტინი და მისი ხელისუფლება ესეთი ცინიკოსების და ეს არის კობახიძე, პაპუაშვილი. დადასტურება უბრალოდ ერთ წიადადებაში ვიტყვი. კომისია ხო შექმნა საპარლამენტო თეატრალურ ნაციონალური მოძრაობის 4 კაციდან 3 ნაციონალური მოძრაობის თანამდებობის პირი. იმ კომისიაში? ხო, ამა. კი. შარმანაშვილი, სოზარი და პოლიციელი. ის იყო აჭარა. ალბათ კი არა და რა. არა, კაცო ისა. თუ ათიაშვილი კი არა, გვარი. აჭარის პოლიციის უბრალოდ მოადგილე იყო. იმ დროს ყველაზე საშინელებები რო ხდებოდა აჭარაში. 2005-2008 წელს. აღარ მახსოვს ესა, რა თქვა. ტაბატაძე? ტაბატაძე. აჭარის პოლიციის უბრალოდ მოადგილე. მე მახსოვს ანუ აი მეტი ცინიზმი რა ქითა, ხო? 5 წევრიდან 3 ესენი იყო. და ხელებს ვიბრახუნებდნენ საზოგადოებას ნაციონალურ მოძრაობას. შარმანაშვილი ტელევიზორში მაგ ნაყურები როგორ ამაყობდა მის სააკაშვილო რო დანიშნა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე და როგორ ამაყობდა მასთან ურთიერთობით. და რო 2011 წელს 12-ში ელჩი არ იყო სომხეთში სააკაშვილის და კომისიაში რო გაუკეთა ის რაც უნდოდა მიშას რო საპრეზიდენტო და საპარლამენტო ლექცია, მე პატივისცემის ნიშნად დანიშნა სომხეთში მეცე არ გაიკაჩა. მეძე ვერ გაკაჩა, ხო. ბოლოს მინდა გითხრათ, აქეთ ამ ხარისთვის როგორი წელი იყო პროტესტისთვის, ოპოზიციისთვის, ამაზეც რომ მითხრათ ორი სიტყვა. ნუ რასაკვირველია, ოპოზიციისთვის ნამდვილად რთული წელი იყო.
ყველაფერს რო თავი დავანებოთ ოპოზიციის ლიდერი არ დარჩენილა მე მგონი რომელიც ციხეში არ მოხვდა პასეთი ნუ ამ წლიდან 7 მინიმუმ 7-8 თვე ყველა ციხეშია გატარებული და დანარჩენი ეხა რა გითხრათ ეხა როგორი უნდა იყოს ოპოზიციისთვის მაგრამ ეს წელი მაინც ჩემის აზრით იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას რომ ვერ გატეხეს პროტესტი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ საზოგადოება მე სულ ვამბობ ხოლმე რომ აი რუსთაველზე მდგარი ადამიანები ჩემთვის არის რაღაცა ბიბლიური სიუჟეტი ლოტის ხო 5 მართალი მაჩვენე 10 მართალი და გადაგა აი ეს არის ჩემთვის რუსთაველის გამზირზე მდგომი ეს ადამიანები მართალი ქართველები რომელთა გამოც და ისინდისის პატიმრები რომლებიც ციხეში სხედან რომელთა გამოც ეს ქვეყანა უნდა გადარჩეს. ახლა როგორი წელი იყო? რა გითხრათ? მე მაგალითად ადამიანებისთვის მერიდება ახალი წლის მილოცვა, ისეთი განწყობა მაქვს, მე რა პროცესაც ვიცი, რომ ამდენი ადამიანი ზის ციხეში, თავი რო დავანებოთ იმას, რომ ძალიან მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარება, მადუღებული ეკონომიკის ფონზე ვხედავთ უკიდურესად შეჭირვებულ მოსახლეობას, დადიხარ თბილისის ქუჩებში და არავინ არ იღიმება აბსოლუტურად, არის ნატანჯი, რა ვიცი, დაკარგული ადამიანების სახეები და ასეთი წელი იყო და ამით ამაყობს რა ქვია, პრემიერ-მინისტრი კობახიძე და რა ვიცი, ამ წელში მე თუ რამე მეამაყება და თუ რამე მაიმედებს და მე ძვირფასება ეს არის რუსთაველის გამზირი და იქ მდგარი ადამიანები და გაუტეხელი სინდისის პატიმრები, რომელთაგანაც ვერცეთი ვერ გატეხეს, რაც დარწმუნებული ვარ, იყო აღმოჩენა სერიოზული წყალებში ივანიშვილისთვის. ძალიან მოკლედ ვიტყვი. რა თქმა უნდა, მთავარი არის ის, რომ პროტესტი ვერ გატყდა. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ოპოზიციის დამსახურება არის, ეს არის საზოგადოების დამსახურება. მძიმეს ვითარებაში უწევს ოპოზიციას ბრძოლა, ეს კიდე ცალკე თემა არის, მაგრამ მთავარი პრობლემა რჩება პრობლემად. მოსახლეობის დიდი ნაწილი არის უკმაყოფილო ხელისუფლებით, ეს ჩანს ყველა გამოკითხვით, მაგრამ ამ ხელისუფლებით უკმაყოფილოების დიდი ნაწილს არ ჯერა ამ ოპოზიციის, არ ჯერა არც მისი გამარჯვების და არც ის რომ უკეთესობისკენ შეიძლება ქვეყანა. ეს არ არის ხელისუფლებაზე დამოკიდებული, რომ აი ეს შეცვალოს ოპოზიციამ. ის უნდა იყოს თავის ლოზუნგებში, უფრო თავის მიმართვებთან სხვა კომუნიკაციის სტრატეგია სჭირდება მოსახლეობასთან და ბევრად უფრო ორიენტირებული უნდა იყოს იმ პრობლემებზე, რაც ადამიანებს აქვთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეცდომა არის ჩემი აზრით დაშვებული, ახლა არ მინდა დღეს ამაზე ვილაპარაკო, ყველას წარმატებას უსურვებ, იმიტომ რომ ჩვენ მომავალს გვჭირდება ცვლილებები, ასე გაგრძელება ძალიან ცუდად დამთავრდება ქვეყნისათვის. პირველ რიგში ვისურვებდი იმას, რაც მეც მაკლია, ყველას გვაკლია ალბათ ქართულს და თვითკრიტიკული დამოკიდებულება იმისადმი, რასაც ვაკეთებ. თუ პოლიტიკაში ეს არ იქნა, არაფერი არ შევცვალეთ, არაფერი არ შეიძლება ქვეყანაში. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. დავემშვიდობოთ მაყურებელს და მიულოცოთ დამდეგი ახალი წელი. შობა ახალ წელს გილოცავთ ყველას. და ბედნიერების და გამარჯვების წელი გქონდეს საქართველოს. კი ბატონო, მე არ ვემშვიდობები, ჯერ კიდევ ერთი ბლოკი დამჭა, გვექნება რეკლამა და რეკლამის შემდეგ უკვე პოლიტიკოსებთან ერთად შევაჯამებთ წელს, ლევან თუსკიძე და პაატა დავითაი იქნებიან ჩვენი სტუმრები. აშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც იცით ვაჯამებთ წელს, ეს წლის ბოლო გადაცემა, წელი შეაჯამა ირაკლი კობახიძემაც, გამართლა ბრიფი, მთავრობის ხდომა, ბოლო თქვა რამდენიმე საინტერესო რამ, წაგიკითხავთ ამ ციტატებს, სამწუხაროდ ამ წელმაც არ ჩაიარა რევოლუციის ცელობის გარეშე, თუმცა ამ ყველაფერს სახელმწიფო სათანადოდ ეფექტიანად და ჰუმანურად გაუმკლავდაო, მოახერხეთ ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება. კორუფციაზე თქვა ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა. ყურადღებას
ამას არ მოვაკლებთ ამ საკითხს, წასულს რაც იყო, აწი აღარ იქნებაო. ეკონომიკის სფეროში ძალიან შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს. ამბობს კობახიძე, პირველად გადასცა ჩვენ ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს და მიაღწევს დაახლოებით 104 მილიარდ ლარს. სხვადასხვა მიმართულებით ავკვეთეთ არასწორი პრაქტიკა, ეს ეხება ქონების პირდაპირ წესით პრივატიზებას, ასევე შესყიდვები გახდა მაქსიმალურად გამჭვირვალე და ამას თავარია ამბობს ის, გვაქვს ამბიციური გეგმების სრული კონცენტრაციით უნდა ვიმუშაოთ განათლების რეფორმის განხორციელებაზე, ვინაიდან განათლების გარეშე ერთ-ერთი მიღწევა ვერ იქნება მდგრადიო, განათლების რეფორმა როგორიც არის იცით. ნუ მოკლედ საინტერესო წელი გველოდება წინ. ლევან ცუცქირიძე არის ჩვენი სტუმარი, თავისუფლების მოედნის ლიდერი. მოგესალმებით ლევან. საღამოშუდობს. ნუ თქვენთვისაც საინტერესო წელი იყო, წელს პარტია ჩამოყალიბდა, ასე ვთქვათ, და გახდით ასე ვთქვათ ოფიციალური პარტია. სხვა მხრივ როგორ შეაფასებთ ამ წელს? ხო, რთული წელი იყო ნამდვილად, ბევრი გაგებით, ჩვენი სახელმწიფო კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო აი ამ კორუფციის და კრიმინალის მორევში, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ პრაქტიკულად დღეს ქართული ოცნების დღევანდელი ლიდერები ადასტურებენ იმას, რასაც ჩვენ უკვე წლებია ვამბობთ, ხო? რომ ქართული ოცნება არის ღრმად კორუმპირებული კრიმინალური სინდიკატი. და როდესაც რამდენიმე წლის წინ ჩვენ ამაზე ვლაპარაკობდით, მაგალითად 2 წლის წინ 2023-ში ვაპროტესტებდით ფარცხალაძესთან დაკავშირებულ მოვლენებს, როდესაც ეროვნული ბანკის კანონმდებლობას ცვლიდნენ, ესე ვთქვათ, დაეკრიშათ, ასე ვთქვათ, ეს ადამიანი სანქციებისგან დაეცვა და ამავდროულად გამოდიოდნენ ქართული ოცნების ლიდერები და ამბობდნენ, რომ ეს არის პატრიოტი ადამიანი, ვისაც ცილს წამებენ და როგორ შეიძლება და ასე შემდეგ და აღმოჩნდა, რომ აი ყოფილი ბოტასების ქურდი, შემდეგ უკვე რაღაცა თანამდებობაზე რო ნიშნავდნენ ყალბი დიპლომის წარმდგენი და ასე შემდეგ ხალხი, რომელსაც უპირისპირდებოდით ჩვენ მაშინაც, დღეს თურმე აღმოჩნდა, დღეს აღმოაჩინეს ამათ, რომ ყოფილა რაღაცა მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი. ხო, ეხლა უკვე თვითონ ამბობენ ამ ყველაფერს რა. მე მგონი ყველასათვის ნათელია, რომ ქართულ ოცნებას სინამდვილეში არაფერი არ აინტერესებს იმ თემები და რაზეც ის ლაპარაკობს. ანუ საკუთარ ამომრჩევლებს ის ცდილობს გააბრუოს რაღაცა deep state-ზე ლაპარაკი, თვითონ რაღაცას ებრძვის, გლობალური ომის პარტია და 1000 გვარი სისულელე და ამასობაში უბრალოდ ამ დროს იყენებს იმისთვის, რომ მეტი ფული მოიპაროს. სხვანაირი ახსნა რეალურად არ აქვს და ეს ახლა ამოტივტივდა ზედაპირზე რა. და მე მგონი არავისთვის ეს საიდუმლო აღარ არის, რომ ქართული ოცნება არის კორუმპირებული კრიმინალური სინდიკატი, ამ რუსულ რაღაც კრიმინალურ სამყაროსთან ინტეგრირებული, მე არ ვიცი. ეს არ არის საქართველოს მომავალი რა, ჩვენ არ გვინდა რომ ეს ქვეყანა იყოს ისეთი, რომელსაც ძველი ბიჭები და რაღაცა მოსკოვიდან ჩამოსული კურდები მართავენ. ეს ქვეყანა უნდა იყოს სახელმწიფო, სადაც სათავეში არის ხალხის მიერ არჩეული მთავრობა და ანგარიშვალდებულია ხალხთან. აქეთ მხარეს წინააღმდეგობის, დემოკრატიული წინააღმდეგობის მხარეს მე ვფიქრობ, ჩვენ რა თქმა უნდა გქონდა მძიმე დანაკარგები, იმიტომ რომ უდანაშაულო ადამიანები, მწერლები, პოეტები, მსახიობები, პენსიონერები, სტუდენტები, პოლიტიკოსები სრულიად არაფრის გამო გამოკეტეს ციხეში და ეს რა თქმა უნდა მძიმე არის ჩვენთვის ყველასათვის, მაგრამ მეორე მხრივ ეს იყო შეუპოვრობის და რა ვიცი, ასეთი სიმტკიცე, ასეთი გამძლეობა მე არ მახსოვს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას აქამდე ოდესმე გამოევლინოს თუ არ ჩავთვლით ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. აი ამდენი ხნის განმავლობაში ადამიანები, რომელთაც ერთმანეთთან აი შეიძლება ესეთი პრაგმატული რაღაცნაირი ინტერესი არ ქონდეთ, ხო? არც იცნობდნენ ერთმანეთს, აი ამ ამხელა რეპრესიის ძალადობის პირობებშიც კი, აგერ უკვე 400 დღე ხდება მალე რაც ერთად ვდგავართ და მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ მოვახერხეთ ის რომ აი ეს წინააღმდეგობა შეიქმნა და შეიკრა უკვე ჩემი აზრით ძალიან დიდ მდინარე, ძალიან დიდ ნაკადად, რომელშიც შიგნით ბევრი შენაკადები ჩადის, საპროტესტო მოძრაობები, პოლიტიკური პარტიები, აქტივისტური მოძრაობები, სხვადასხვა პროფესიული გაერთიანებები, მაგრამ ეს მდინარე უმატებს სიჩქარეს და ერთი მიმართულებით მიედინება რა. და ამას წინ ვერ დაუდგება ქართული ოცნება. ამას ვერ დაუდგება არა იმიტომ რომ მე ხა აქ მინდა რაღაც ფუჭი დაპირებები თქვა, არამედ იმიტომ რომ მათ აღარ აქვთ შინაგანი რესურსი იმისა რომ ხალხის უკმაყოფილებას გაუმკლავდნენ. ისინი შეცდომენ რა გაძლევთ ამის თქვის საფუძველს? ჯერჯერობით როგორც კობახიძემ თქვა, წარმატებით უმკლავდება. ხა რამდენად ჰუმანურად ეგ საკითხია, ხო? ხა სახე დალეწილი ხალხი გვინახა, გვახსოვს. და ამას ჰუმანურობას ეძახის ბატონ კობახიძე, მაგრამ
გამკლავებით უმკლავდებიან. გამკლავებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ძალაუფლებას. მაგრამ ამ ძალაუფლების შენარჩუნებას მათ შეწირეს ყველა ის მნიშვნელოვანი რამ, რაც საჭიროა ძალაუფლების რეალურად და თანმიმდევრულად და ხანგრძლივად შენარჩუნებისთვის. იმიტომ რომ მათ იძალადეს ხალხზე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხო, და ეს ყველა ვიცით და სასტიკი ძალადობას ჰქონდა ადგილი ქალაქების ქუჩებში, ხო? და ამით დაკარგეს ხალხის ხარდაჭერა. მათ წააგეს არჩევნები. მათ ის ადგილობრივი არჩევნებიც წააგეს რეალურად, იმიტომ რომ ის წინასწარ უკვე გაყალბებულ არჩევნებშიც კი მათმა ყველაზე მაგარმა პოლიტიკოსმა ცოტა ის არის, კახა კალაძემ 20% ძლივს აიღო თბილისელი ამომრჩევლების და იქიდან რამდენიმე იყვანეს კიდე ძალით იძულები დაშინებით რაღაცის დაპირებით ეგ არავინ არ იცის, ხო? ამიტომ ამ ხრივ ფიასკო აქვთ, ნდობის საკითხში ფიასკო აქვთ, იზოლაციაში არიან საერთაშორისო და მორალური მხარდაჭერა ანუ ისინი ძალაუფლებას რა თქმა უნდა ინარჩუნებენ, მაგრამ ინარჩუნებენ ხიშტების ხარჯზე. და ხიშტებზე ჯდომა დიდი ხანი შეუძლებელია. და აქეთ მხარეს არის კიდე უფრო და უფრო მზარდი, რაც არ უნდა თავები თვალონ რუსთაველზე, როდის რამდენია, ყველამ კარგად იცის, რომ ხალხის უმრავლესობას უნდა ცვლილებები. ხა კობახიძე რო ლაპარაკობს ჰუმანურობაზე, ეს არის აბსურდი, იმიტომ რომ ან უნდა შეგეძლოს ისაუბრო ჰუმანურობაზე, ან იმაზე, რაზეც კობახიძე საუბრობს ხოლმე, ხო, ნულოვან თანაგრძნობაზე. ანუ ან ნულოვანი თანაგრძნობის კაცი ხარ, ან ჰუმანიზმის, ორივე ერთად ვერ იქნები რა. და რა ვიცი ხა ქუჩაში რო ხალხი არ დახვრიტეს და რუსთაველზე სახრჩობელები არ აღმართეს და იქ არ ჩამოკიდეს. ჩვენ სულ ყველა ამას თუ გულისხმობენ ისინი. შეიძლება მაგას გულისხმობდა. ხო, ალბათ მაგას გულისხმობდა, იმიტომ რომ იმისი კიდე რაც მოხდა, ამას თუ ვინმე ჰუმანიზმს არქმევს, ხო? ნუ მე იმას ვერ მივიჩნევ, რა ვიცი, არ ვიცი რა უნდა დავარქვა რა ამას, ხო? და ეს ხო მარტო მე არ მაწუხებს ჩემი აზრი და მარტო ჩვენ არ გვაწუხებს ის რაც მოხდა ქალაქის ქუჩებში ის სისასტიკე რითიც მოქალაქეებს დაუპირისპირდნენ ქიმიური იარაღი გამოიყენეს ხო ადამიანების წინააღმდეგ რა ჰუმანურობაზე ლაპარაკობენ ეს ქიმიური მომწამლელი იარაღის გამომყენებელი პოლიტიკოსები ხო სრულიად კორუმპირებული დღეს ახლა ესენი რომ სხვებს აპატიმრებენ რა თვითონ არ იყვნენ პარლამენტში მათ არ ევალებოდათ ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა მთავრობიდან სად იყვნენ 13 წლის განმავლობაში ხო რასაკეთებდნენ ვისჯერა ეხლა რომ დღეს დაიწყეს კორუფციაზე ბრძოლა ვისჯერა რომ ეკონომიკა წინ მიდის აი ახალი წლის დღეებია და ყველას გვიწევს გასვლა და რაღაცის ყიდვა ხო ან ოჯახისთვის ან პროდუქტების ახალწლის უფრისთვის ვისატყუებენ ამდენ ადამიანს მე არ ვიცი ხა თვითონ მათ მართლა ფინანსურად არაფერი არ უჭირთ იმიტომ რომ ვიცით რომ აი ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრი რო იყო ფულით გატენილ მატრასზე ეძინა ადამიანს და რაღაც სახლი ქონდა ოქროებით გამოჭედა მაგათ რა თქმა უნდა აქვთ ასევე მაღალი ეკონომიკური ზრდაც აქვთ შეუძლიათ იამაყონ იმიტომ რომ საკუთარ ოჯახში ბევრი ფული შეიტანეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ ქვეყნის მასშტაბით ჩვენ არაფერი სამწუხაროდ საამაყო არ გვაქვს და ვერ გვექნება სანამ ქართული ოცნება იქნება ჯერ კიდევ ხელისუფლებაში და მე დიდი იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი უფრო მალე შეიცვლება ვიდრე შეიძლება ნებისმიერ ამ იმეს მაძლევს ერთი მხრივ ზუსტად ის რაზეც აკადემია და ბევრი ნიხილით შეეხება და ეს ერთი წელი პროტესტი იყო ხო ქუჩაში ხალხი შეცოტავდა რუსთაველზე ხელისუფლების ძალაუფლება არ შეცოტავდა ასე. ჩემი აზრით შეცოტავდა ხელისუფლების ძალაუფლებაც, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, აი ზუსტად ეს ლეგიტიმაცია, ეს მორალური უპირატესობის დაკარგვა. ეს არის უმძიმესი რამე ნებისმიერი ხელისუფლების. ეხლა ეს შეიძლება ცოტა აბსტრაქტულადაც ჟღერდეს, მაგრამ თავარია, იმიტომ რომ ხალხს თუ არ ჯერა რომ სამმართლიანი მმართველობა, ხალხს თუ აღარ ჯერა რომ შენ სინდისიერი ადამიანი ყავს. აი წარმოვიდგინეთ, აი გენერალური პროკურორად ვიყავდათ დანიშნული რა. ეს რაპორტი აი ქართული ოცნების მომხრეებზე ვამბობ, ხო, რომლებიც შეიძლება კიდევ დარჩათ. აი ეს მათთვის მისაღებია. ეს ხომ არავისთვის არ არის მისაღები, რომ შენ ყავდეს ხელისუფლების მთავარ საგამოძიებო ორგანოში, გენერალურ პროკურატურაში ადამიანი დანიშნო, რომ აღარ ლაპარაკობ ამ ბოტასების თუ კედების თუ რაღაცების და იმ დიპლომის გაყალბებაზე ჯერ ერთი ეგეც დანაშაულია, ხო? ანუ პარლამენტმა რო თვალი დახუჭა იმაზე, რომ გაყალბებული დიპლომი მოიტანა იმან, ეგ კორუფცია არ არის? და ამაზე პასუხი არ უნდა მოეთხოვა. გახსოვს თავი როგორ გაიმართლა რა. არ ემთხოვდა რა წლებში რომ მაგ დროს ვერ დაამთავრებდიო და
ისეთი ჭკვიანი ვიყო, ძალიან რომ გენიოსი. ერთი წლით ადრე შემიყვანეს სკოლაში თუ პირდაპირ მეორე კლასში დამსვეს. აი გამოჩნდა რა გენიოსი. ეგ იყო ძალიან საინტერესო საქმე. წარმოიდგინეთ, წლებში არ ემთხვეოდა და პირდაპირ მეორე კლასში დამსვეს. ხო და ეს შეუძლებელია ესენი ხო აი ნუ ვისატყუებენ ხო ვისატყუებენ ანუ წარმოუდგენელი რამე ანუ ქმნიან ქვეყანას რომელშიც ცხოვრებაც მხოლოდ თვითონ მოწონთ იმიტომ რომ ეს ქვეყანა როგორც ჩანს უნდათ რომ იმართებოდეს რაღაც რუსული ქუჩური კანონებით კრიმინალის ხელისუფლების სათავეში იყვნენ კრიმინალები, როგორც ახლა თვითონ მექრთამე, ანუ სადაც კი არ დაინიშნა ეს ხალხი, ყველაფერი გააფუჭეს. რა ჯარში დანიშნეს მინისტრი, ფული მოიპარა, ინფრასტრუქტურაში დანიშნეს ხალხი, ფული მოიპარეს, ბავშვების სკოლების და ბაღების ფული შეჭამეს. ახლა აღმოჩნდა რომ პრემიერ-მინისტრები ყავდა ასეთი რა და მათ შორის დღევანდელი ლიდერები ქართული ოცნების, მაშინ ისინი იყვნენ, ვინც ამ ყველაფერს მხარს უჭერდნენ. რა არ გვახსოვს მათი ლაპარაკი ან ღარიბაშვილზე, ან სხვებზე, ან გინდაც ამ ფარცხალაძეზე და ვიღაცეებზე, როგორც სამდე აყავდათ, ან ვისატყუებ. ანუ ქმნიან ესეთ ქვეყანას, რომელიც კრიმინალებით არის მთავრობა დაკომპლექტებული, ყავს პრეზიდენტად წოდებული ადამიანი, რომელმაც კითხვა არ იცის და რომელიც ვიღაცეებზე გარეთ გამოსულ მოქალაქეებზე როგორც არ უნდა არ ეთანხმებოდე მათ, როგორც არ უნდა რადიკალურად განსხვავებული იყო შენი პოზიცია მათგან, როგორ შეიძლება შენი ქვეყნის თანამოქალაქე შეადარო ნეხზე დამჯდარ ბუზს. ეს არის იმ ადამიანის ლაპარაკი, რომელსაც პრეზიდენტობაზე აქვს, ეს არის მდაბიო ლაჩრების ლაპარაკი, რომელსაც ძულ თავისი მოქალაქეები და უნდათ რაღაც ბანდიტური წესით მართონ ქვეყანა და მე არ მგონია რომ ამ ქვეყანაში ან ის ხალხი ვინც ვარ წინააღმდეგობაში ან თუნდაც ის ხალხი ვინც ქართულ ოცნებას თუნდაც ბოლო დრომდე მხარს უჭერდა თუნდაც წინაარჩევნებზე ხმა მისცა ხო იმიტომ რომ ეგონა რომ მართლა ევროპისკენ წაიყვანა ის ხალხი ახლა იყოს კმაყოფილი და მას არ უნდაოდეს ცვლილება აუცილებლად იქნება ამისათვის ბევრი არის საშრომი მე კი არ ვამბობ რომ ეს ავტომატურად მოვა ბევრი საქმე გვაქვს პოლიტიკოსებს გასაკეთებელი მოდი ამაზე ვისაუბროთ აქეთ მხარეს რა გაქვს გასაკეთებელი ჩვენ წინასწარ ამბობდა რომ კრიტიკულები უნდა ვიყოთო და მოდი ვიყოთ თვით კრიტიკულები. უნდა ვიყოთ რა თქმა უნდა. მხარეს რა დააკელით ასე. მე ვიტყოდი რომ ჩვენ დავაკელით არც ერთი დღე ჩვენთვის და არც ერთი გაკეთებული საქმე არ იქნება საკმარისი, მანამ სანამ ესენი არიან ისევ ხელისუფლებაში. ამიტომ ვერაფერზე ვერ ვიყო, ყველაფერზე, ყოველი ჩემი საღამო, როდესაც ვაფასებ დღეს რა გავაკეთეთ, ვამბობ რომ აი რაღაც შემეძლო უკეთ გამეკეთებინა და მე მგონი რომ ესეც უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ ქართულ საზოგადოებას და ამას ვაპირებთ თავისუფლების მოედანი კიდევ უფრო აქტიურად ჩვენ ახლა ჩვენი რესურსების, ჩვენი სიახლის, იმ შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც გვაქვს, იმის გათვალისწინებით, რომ ვიღაც ოლიგარქები არ გვაფინანსებენ, არ გვაქვს არანაირი შესაძლებლობები პრაქტიკულად იმისთვის, რომ რაღაცა ვაკეთოთ, კიდევ ვახერხებთ რაღაცების კეთებას აი ამ აბსოლუტურად რეპრესიულ და არანორმალურ გარემოში. მომავალ წელს ბევრად უფრო აქტიურები ვიქნებით და ვაჩვენებთ ქართულ საზოგადოებას, საქართველოს ამომრჩევლებს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკა შეიძლება იყოს უკეთესი. ამ ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც არიან პროფესიონალებიც, პატიოსნებიც, პატრიოტებიც და არ არის ეს ქართული ოცნების რაღაც კორუმპირებული, რაღაც მაფიოზური, ბანდიტური მმართველობა საქართველოს ბედისწერა. ამ პროტესტმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც მოგვიტანა, ბევრად უფრო მეტი ახალი ადამიანი შემოიყვანა პოლიტიკაში. მათ შორის თავისუფლების მოედანი და კიდევ სხვა ჯგუფები, რომლებმაც ვიგრძენით პასუხისმგებლობა, გადავდგით ჩვენი ნაბიჯები და ვაკეთებთ ჩვენ საქმეს რამდენადაც შეგვიძლია. მომავალი წელი, ჩემი აზრით, იქნება გარდამტეხი წელი ალტერნატივის ჩამოყალიბებაში. ოღონდ ეს ალტერნატივა იქნება ახალი. აი, გარი მნიშვნელოვანი რეკლამის დროსაც ლაპარაკობდით, ხო, რომ თავარი დაკვეთა რაც არის მოსახლეობის მხრიდან ოპოზიციის მიერ, რომ არ არსებობს ალტერნატივა. ხალხი კითხულობს, ვის მიცვე ხმა ოცნება რა თქმა უნდა, ოცნების გარდა. თუ დაუშვათ დღეს ვარ ოცნების ხარდამჭერი და აღარ მომწონს ოცნება, ვიყავი ოცნება და აღარ მომწონს და ვიმარჩენე ვის მიცვე ხმა ის გეუბნება. კი, ამიტომ ამაში ჩვენ ვაპირებთ რომ უფრო მეტი ენერგია, დრო, მონდომება ჩავდოთ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ბევრი რამ აქამდე გავაკეთეთ, ერთ მარტო 10 თვე დაგჭირდა უბრალოდ იმისთვის, აბსოლუტურ აბსურდთან გამკლავებისთვის, რომ პარტია დავრეგისტრირებული ყავთ. 10 თვე დავკარგეთ ამაზე. აღარ გულისხმობ ყველაფერი იმას კიდევ რაც ხდება გარშემო, ხო, მაგრამ ეს ყველაფერი არის ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს გიშლის რაღაცების, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ მე ეხლა არ გავუკვირდება არავის, რომ ვიტყვი ამას, რომ მე მიმაჩნია, რომ თავისუფლების მოედანი არის საუკეთესო პოლიტიკური ალტერნატივა დღეს. ქართული ოცნებისაც, მაგრამ ეს უნდა მივიტანოთ და ძალას
ანუ ხალხი ალტერნატივას იმას კი არ ეძახის, ვინ კარგია და ვინ ცუდი. ხალხი ალტერნატივას ეძახის იმას, რომ ამას უნდა ხედავდეს, რომ შენ გაქვს შესაძლებლობა ხელისუფლება შეცვალო. კი, რა თქმა უნდა. ძალას უნდა ხედავდეს შენ გარდა სიკარგისა. არა, აბსოლუტურად გეთანხმებით ძალას. მე იმასაც ვიტყოდი, რომ ჩვენ რომ არ ქონოდა ძალა, ენერგია და უნარები იმისთვის, რომ პოლიტიკაში მოსულიყავით ყველაზე ცუდ დროს პოლიტიკაში მოსასვლელად, ამას არ გავაკეთებდით და ვერ გავაკეთებდით. ხო, ძალიან ბევრმა ადამიანმა გადადგა ჩემთან ერთად და ჩემ მეგობრებთან ერთად ესნაბიჯი და დავაფუძნეთ პარტია, ხო? Რა თქმა უნდა, ყველაფერს ჭირდება ასევე გარკვეული დრო და სამწუხაროდ არ გვაქვს ის ფუფუნება, ნეტავ ასე იყოს, რომ ციდან ჩამოვარდეს ეს რაღაცა მაგარი, რაღაცა, რომელსაც ჩვენ ამიტომ ვაპირებთ შრომას. მე პოლიტიკა მიმაჩნია არა მხოლოდ რაღაც გამსხვილებისკენ ხوار ფიქრობ თქვა გაერთიანებაზე ინვესტან ან ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს გაერთიანებები უფრო შეიძლება იყოს სწრაფი გზა გაძლიერებისკენ. კი, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვართ ზუსტად ის პლატფორმა, ზუსტად ის მოძრაობა, ზუსტად ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც შეუძლია შემოუერთდეს ყველა ის ადამიანი, მოქალაქე, მოძრაობა, რომლებიც თვლიან იმას, რომ საქართველოში უნდა შეიქმნას სრულიად ახალი პოლიტიკური ოჯახი, რომელიც არ იქნება დაკავშირებული არც ერთ აქამდე არსებულ პოლიტიკურ ოჯახთან, რომელიც არ იქნება ფუნდამენტალისტი რადიკალი და რომელშიც იქნება მოგროვებული როგორც მხნეობა და ენერგია, ასევე ცოდნა და გამოცდილება იმისთვის, რომ პოლიტიკა დახადოს უკეთესი ამ ქვეყანაში. ხალხს და საზოგადოების უმრავლესობას მარტო ის არ დააკმაყოფილებს, რომ ვიღაც წავიდეს და ვიღაც მოვიდეს. ხალხს უნდა რეალური ცვლილებები და რეალური პოლიტიკური რევოლუცია პოლიტიკის კეთებაში. თავარი ცვლილება რა უნდა მოხდეს, ხო, რომ ჩვენთან აქამდე პოლიტიკა იყოს სულ რაღაც ბნელ ოთახში გარიგებები, სულ რაღაც ისეთი კომპრომისები და კორუფციაც მათ შორის, ხო, იყო ეს ჩვეულებრივი მოვლენა, აი ეს უნდა შეიცვალოს. ეს არის მთავარი და ამისთვის ვაშენებთ ჩვენ თავისუფლების მოედანს და ეს უნდა იყოს ნამდვილი ალტერნატივა. კი ბატონო, გისურვებთ წარმატებას. დიდი მადლობა თქვენც ასევე და კარგი წელი გქონოდეთ. მადლობა. ნახვამდის ლევან ცუცქელიძე, თავისუფლების მოედნის ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი. და საახალწლოდ ასეთი ინფორმაცია წამოგვეწია ევროპიდან, ევროკავშირის ახალი მექანიზმი მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ძალაში დღეიდან შედის. ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის ივნისში ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი ევროკომისიის წინადადების საფუძველზე ვიზების შეჩერების უფრო ძლიერ და მოქნილ მექანიზმზე შეთანხმდნენ. ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირს უკეთ გაუმკლავდეს უვიზო სქემებთან დაკავშირებულ გამოწვევებს. უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი საფუძვლებით შეჩერების მექანიზმის ასამქმედებლად უფრო დაბალი ზღვარით, ასევე უფრო სწრაფი და მოქნილი პროცედურით შეჩერების გადახედილი მექანიზმი ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს, ანუ დღეს შევა. რამდენად გვემუქრება რეალურად უვიზო რეჟიმის შეჩერება მომავალ წელს, იქნება თუ არა ეს მთავარი გამოწვევა ახალ წელს და წლევანდელი წლის მთავარი გამოწვევები რა იყო, ამაზეც ვისაუბრებთ გადაცემის ბოლოს სტუმართან, პაატა დავითაია, ის წლის ბოლოს სტუმარიც გამოვა გადაცემაში ევროპული დემოკრატების თავმჯდომარე. მოგესალმებით. მოგესალმებით და დიდი მადლობა ბატონ მერაბ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობის და ვიზრე წლის შეჯამებას გთხოვთ ამ ინფორმაციაზე, მინდა თქვენი განცხადება, რადგან ევროკავშირის თემებთან თქვენ ხშირად აკეთებთ კომენტარებს და რას ნიშნავს ეს რეალურად, რამდენად შეიძლება 2026 წელი ჩვენთვის უვიზოდ ევროპაში მიმოსვლის დასასრული აღმოჩნდეს. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ეხა ეს არის ის კანონი, რომელიც მათ მიიღეს და შეცვლებები განხორციელდა და ეს განხორციელდა რატომ შეცვლებები? იმიტომ რომ მექანიზმები, თქვა შეჩერებასთან დაკავშირებით, მოდი პირდაპირ თქვა საქართველოსთან დაკავშირებით არის ეს კანონი მიღებული რა. იმიტომ რომ იქ არის ჩაწერილი პირდაპირ რომ ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნები, რომლის პოლიტიკა და ევროკავშირის პოლიტიკა არ ემთხვევა ერთმანეთს. საქართველოს გარდა არავინ არ არის ასე. ხო, ესეთი კანდიდატი. ხო, ახლა პირდაპირ თქვა რა. აქედან გამომდინარე, რომ კანდიდატი რას ნიშნავს, რომ შენ მიისწრაფი, გინდა ოჯახის წევრი იყო და ამ დროს ჩვენ ოჯახის წევრობა გვინდა და ევროკავშირის და უცებ თქვით რომ უკაცრავად, მაგრამ აღარ გვინდა რა, ასე გამოვიდა, ვაჭერებთ ამ თემას, ხო? აქედან გამომდინარე და ცულ ეს პინგ-პონგის თამაში ერთმანეთში დაიღალეს ეთყობა და ნორმატული აქტების მიღება დაიწყეს, ხო? ეხლა რეალურად რა გვემუქრება, მოდი ასე რომ ვთქვათ, რა, რამოდენიმე ვარიაცია არის უვიზო რეჟიმის შეჩერების, რა. პირველი ეს არის თვითონ ეს ახალი კანონი, რომელიც ამუშავდება. მეორე თემა, იმის გარდა კიდევ არის მექანიზმები ამ კუთხით და მთავარი მომენტი, რასაც მინდა გითხრათ, ჩვენ რაც უკვე ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დიპლომატიური პასპორტების თემა, რომელიც 1 იანვრიდან შეჩერებული იქნება და შეჩერებული არის, მაგრამ აქ საუბარი რაზეა, ბატონო მერაბ, იცით,
ჩვეულებრივი პასპორტებით ხო დადიოდნენ, ვისაც დიპლომატიური პასპორტი აქვს, უკვე ვერ ივლის, იმიტომ რომ ის პირადი ნომერი, რომელიც მითითებული არის დიპლომატურ პასპორტში და ჩვეულებრივ პასპორტში, უკვე პირადი ნომრით მოხდება იდენტიფიცირება. აი ამაზეა ლაპარაკი. ხო და მეორე ეტაპი, რადგან უკვე ღიადაა ლაპარაკი, ამაზე რომ მეორე ეტაპი არის მთლიანად შეჩერება, თუ ამ პირველი ეტაპის შემდგომ არ მოხდა რაღაც რეგულაციების გასწორება, საუბარია ქართული მხრიდან ის მოთხოვნები, რაც არის ევროკავშირიდან. ასეც ჩვენ უკვე ქართული ოცნების პოზიცია მოვისმინეთ, მოდი ასე ვთქვათ, პირდაპირ და ვთქვათ, არანაირი შეჩერებას, არანაირი მოთხოვნების შესრულებას არ აპირებენ. ქართული ოცნება ამბობს, რომ ესო გაცდაო, შანტაჟის იარაღია მათ ხელშია და ქართული ხალხი არ წამოდგა. ანუ თუ გაგვიუქმებენ. ხო, ეტრო ხვდებიან და კანონს ღებულობენ, სადაც ნათლად ჩანს, რომ ჩვენ თვითონ დაკავშირებული რაზე საუბარი. ეხლა ვთქვათ, როდის შეიძლება უვიზო რეჟიმის შეწყდეს? ეს არის დაახლოებით მე ვფიქრობ მაისი-ივნისის თვე. თუ ეს საკითხი დადგა, რატომ? იმიტომ რომ პირველი ეტაპი და მეორე ეტაპი ეს ნიშნავს სადღაც თუმცა ტექნიკურად მოდი ასე ვთქვათ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრების შეკრებას ეს ხდება ივნისის დასაწყისში, ევროკავშირი, სადაც შესრულებაზე იქნება საუბარი. აქ არის ორი მომენტი რა. პირველი მომენტი არის პოლიტიკური შეჩერება, რასაც კანონი იძლევა საშუალებას და მეორე არის ტექნიკური შეჩერება. რა გზით წავლი, რას ნიშნავს ტექნიკური შეჩერება? ტექნიკური შეჩერება ნიშნავს, რომ არ შესრულების თემაში და დარღვეულ მომენტებთან დაკავშირებით უვიზო, რასაც შინაგან საქმეთა მინისტრები გადაწყვეტავენ, 15 მინისტრის საკმარისია ამისთვის და ეს ყავთ. საუბარი არის 6 თვით შეჩერებაზე და 6 თვის შემდეგ ისომჯელობაზე. ხო, ანუ დაგვიბრუნებენ თუ არ დაგვიბრუნებენ? დაგვიბრუნებენ, ხო. ქართული ოცნება თუ დაიხევს უკან დაგვიბრუნებენ თუ არ დაიხევს? მე ვფიქრობ, რომ აი ეს ტექნიკური მომენტი უფრო იქნება გამოყენებული ვიდრე პოლიტიკური მომენტი და რატომ? იცით რა? თვითონ ევროკავშირსაც პოლიტიკური მომენტის გამოყენება არ აწყობთ. მოდი თქვათ პირდაპირ, რატო არ აწყობთ? იმიტომ არ აწყობთ, რომ ის ქუჩაში ხალხი რო დგას ეს მათთვის ზურგი შექცევაა რა. მათ ხო ესმის, რომ ეს ხალხი რა წნეხს უძლებს და ეს ადამიანები რა დეკლარირებას აკეთებენ ევროკავშირისკენ სვლა ჩვენი ქვეყნის. როდესაც თვითონ ევროკავშირიც კი თავის განცხადებაში ყოფს ხელისუფლებას და ხალხს, ხო, რასაც ჩვენ ვხედავთ. ესე იგი გამოდის, რომ ხალხს უნდა კრან ხელი რა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩემი აზრია ხა. აი ანალიტიკაზე და არა იმაზე, რომ რაღაც ინფორმაციას ვთქვი. უფრო ვფიქრობ, რომ ტექნიკურად იმოქმედებენ და ეს გამოყენებული იქნება ბერკეტები იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირი შეასრულოს ქართულმა ოცნებამ ის ვალდებულებები, რა ვალდებულებებიც ნაშედ გას. აი ეს არის რეალობა. ალბათ უფრო მწვავე იქნება ეს მაისი-ივნისი. აქ უკვე ბევრი მომენტებია თვითონ ქართული ოცნება როგორ იმოქმედებს, ხო? თუ ქართული ოცნება არ იმოქმედებს ისე, რომ ის მისი ქმედება არის არ შესრულება პოლიტიკური გადაწყვეტილებების და ევროკავშირის მოთხოვნა, ესე იგი ამით შეიძლება ქართულმა ოცნებამ გადადგას თავისი პოლიტიკური ნაბიჯები. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს არჩევნების შეტარებას ვადამდელს. ეს ნიშნავს დეკლარირება, რომ აი ჭყალებში მე ამირჩია ისევ ხალხმა, წავიდეს აი ამ მოიცკებზე და აი ხლა ამიტომ თქვენ აი ხალხის ნებას უნდა დაემორჩო. აი ეგეთი რაღაცები ნაბიჯები შეიძლება გადადგას ქართულში. შეიძლება ვიზათ, იმიტომ რომ ისინი ამკაცრებენ კანონმდებლობას, მოქმედებენ ძალიან თქვათ ნათლად ჩანს გარკვეული მომენტები, თქვათ ეს კორუფციასთან ბრძოლა იქნება, თქვათ სიტყვაზე რაღაც იქ არის ორი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც კატასტროფულად მიდის განათლების რეფორმა და სოციალური დაუცველთა დაკავშირებით თქვენ ატარებენ ღონისძიებებს, ეს არჩევნების არამომგებიანია. მაგრამ ამ ფონზე თქვა, როდესაც მესამე ეტაპი მიდის სიტყვაზე ბრძოლის, ეს არის კორუფციასთან ბრძოლა, დაუშვათ თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ქალაქის მერის ირგვლივ მიდის ტრიალი, ხო, აი ცეკვები მიდის მის ირგვლივ ფაქტიურად, თუ ქალაქის მერი გადაყვა ამ ამბავს, ესე იგი გამოდის არჩევნები, ხო, მოდი ვთქვათ, ოქტომბრის თვეში უწევს მაშინ ადამდელი არჩევნები მერის. არ ამგონია მარტო ქალაქის მერის არჩევნებზე წავიდეს უცნობა, წავა მთლიანად, იმიტომ რომ რისკს არ დადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია ერთ კანდიდატთან გაერთიანდეს. პირიქით, დაქსაქსვაზე წავა, ხო, ოპოზიციის აქედან გამომდინარე, ვთქვათ, საპარლამენტო არჩევნებზე ვლაპარაკობ. ამიტომ ბევრი ვარიაციებია, მოდი ასე ვთქვათ, თეორიებია, მე კიდევ ერთხელ ვლაპარაკობ. აქ შეიძლება ის თუ ვიზო რეჟიმის თემა დადგა მაისი-ივნისში, ამიტომ დაჭირდეთ ეს. ხა მათაც ხო ესმით, ხო, რა მოყვება ამას ყველაფერს. თუმცა ეს წელი დავასრულეთ, თქვენ პროკურორი იყავით, შეიძლება ვიხსენებ ხოლმე და დავასრულეთ იმით, რომ აღმოჩნდა, რომ ქვეყნის თავარი პროკურორი მე არ იყო კვლელობის შემკვეთი ამ მე არ მიგვირს, იმიტომ რომ
იცით რა არის იმ საპროკურორო გამოსვლებიდანაც მე მქონია ყოველთვის ნახა როდესაც ვინმე ღებულობს გარკვეულ ძალაუფლებას და მოქმედებს კანონ დარღვევით ამ ძალაუფლების დროს, ხო, კანონს არღვევს, მოდი ასე ვთქვა და ჩვენ არაერთი მომენტი ვნახეთ მისი გენერალური პროკურორის ყოფის დროს ადამიანის უფლებების დარღვევაზეა საუბარი, ხო? ჩვენ მე ვნახეთ პროკურატურიდან მისი წასვლის შემდგომ ბიზნესში გარკვეული ძალადობრივი მომენტების გამოყენებაზე, ხო, მოდი ღიად ვთქვა. როდესაც ერთხელ გაგიგება, ორჯერ გაგიგება, სამჯერ, მე უფრო მძიმე დანაშაულზე გადადიხარ. ეს ლოგიკაა დანაშაულზე. და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ის ნაბიჯები, როდესაც დაუჯელობის სინდრომს ღებულობს ვიღაცა, ის ყოველთვის მძიმე დანაშაულად ჩადის. და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ბრალდებული არის მკვლელობის ორგანიზება. ჩვენ არც გამკვირვებია პირდაპირ მინდა ვთქვა რა, იმიტომ რომ ყოველთვის ვიძახი დამნაშავეს, როდესაც პატარას აპატიებ და მე მეორე დანაშაულს, მესამე და ყოველთვის უფრო მძიმე დანაშაულად ჩაიდენს ეს. აი ეს არის მთელი ის, მაგრამ აქ მთელი მომენტი რა არის, იცით, ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი არა მარტო პროკურორი, არამედ თითქმის ყველა ძალოვანი მინისტრი ფაქტურად პასუხისმგებლობაშია მიცემული, ხო? ჩვენ ვხედავთ იმას, რომ პრემიერ-მინისტრზე არის გარკვეული, თქვა, ბრალი წაყენებული, ხო, გარკვეული ყოფილ პრემიერ-მინისტრზე. აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ მთელი ეს წლები ვინ ყოფილა მართალი? პირველი რიცხვი მართალი ყოფილა ჟურნალისტები, ხო? საგამომძიებლო ჟურნალისტიკა. მე ავლაპარაკობ დღეს პოლიტიკაზე. პოლიტიკოსებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე. მე რატომ უსვამ ხაზს საგამომძიებლო ჟურნალისტიკას? იმიტომ რომ ფაქტების წარდგენა მათ მოახერხეს, ხო? ფაქტურად ის რაც ჩვენ გადაცემებში უყურებდით, ის აღმოჩნდა შემდეგ ბრალი გადაწერილი პირდაპირ, ხო? აი, ამიტომ ეს ნიშნავს იმას, რომ როცა ჩვენ გვესმით წარმატებული პოლიტიკა იყო, წარმატებული, მაშინ რა იყო წარმატებული, ხო? აი, მთელი ამ წლების განმავლობაში. აქ მე უყურეთ რა ხდება, იცით, რა ყველაზე მძიმე რა არის, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ხედავენ იმას, რომ ყველა პრემიერ-მინისტრი დამნაშავეა, ახლა თქვა ორის გარდა, მოდი ასე ვთქვა, ხო? ერთმა ვერ ერთი ბერლინში გააქციეს. ხო, ერთმა ვერ მოასწრო შეცდო ოთახში, ისე გამოუშვეს, მაგრამ სიტყვაზე ვლაპარაკობ, ხო, აქედან გამომდინარე, ყველა ძალოვანი დამნაშავეა. ეს როგორ? ეხა იბადება კითხვა, აკონტროლებელი ორგანო ვინ არის მათი, ხო? საქართველოს პარლამენტი. და სად არის საქართველოს პარლამენტი? თუ ის ხომ ხო არის კომიტეტები, რომელიც ანგარიშვალდებული არიან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მაგათთან. ესე იგი, ხო არის საბიუჯეტო კომიტეტი, რომელიც ამტკიცებდა თქვათ იმ თანხებს, რომელიც უკვე მე გაქრა, სიტყვაზე ვლაპარაკობ, კონტროლი ხო მათ უნდა გაეწიათ. და ჩვენ ვხედავთ, რომ იქ დეპუტატები არიან, რომელსაც კონტროლს არ უწევენ. მე ხა ერთ-ერთი თანამშრომელი მომიყვა, ერთ-ერთი სამინისტროსი, არ მინდა ხა დავასახელო და კომიტეტის თომაზე დაუბარებე და ნერვიულობდიო რა, იმიტომ რომ რაღაც კომიტეტის მუშაობის თემები იყო და ისა კანონის მთავრობის მხრიდან, სამინისტროების მხრიდან და ნერვიულობდი, თუ ხა დეპუტატები კითხებს და უნდა დაესხოთ. არ ვასახელებ რა ამ კომიტეტს, მაგრამ ვიტყვი რომ ამ კომიტეტში ყველა სპორტსმენები იჯდა რა და ბოლოს კომიტეტის თომაზე ვიჯექიო, როდესაც მივხვდიო რომ ვერ გებულობინო საფლავები, ვფრიდიო რომელი რამდენ წუთში დაამქნარებსო. აი ეგეთი სიტუაცია, იმიტომ რომ კონტროლს ვერ აწარმოებენ, ხვდებით? ვერ აწარმოებენ კონტროლს. ვერ აწარმოებენ, რომ არ იცის ეხლა კი არ ვაყენებ შეურაცხყოფას არავის. ხო, არ შეიძლება თქვა ეკონომიკის კომიტეტში და იმაში სპორტსმენი იყოს რა. და ის აკონტროლებდეს მე ან განათლების რეფორმაში ღებულ. აი ეს არის პრობლემა. და ამიტომ მე უცხოელზე ვდგება საკითხი ისე რომ ყველა დამნაშავეა მთავრობის წევრები ისინი, მაშინ პარლამენტი სად იყო? არ შეიძლება ხო პარლამენტი არ იყოს პასუხისმგებელი, ამიტომაც იურიდიულად პასუხისმგებლობა აკისრია გარკვეული კონტროლის. მაგალითად იგივე სუსის პირდაპირ თქვა, ხო პარლამენტი ამტკიცებს ხო მისი კონტროლებადია, ხო ეს ყველაფერი ანგარიშვალდებულია ხო მასთან. ამიტომ ეს საკითხებია, რომელიც მე ბადებს კითხვას, რომ ქვეყანა ვერ შეიძლება წარმატებული იყოს. კორუფციასთან ბრძოლაც კი აი მოდი ასე ვთქვათ, ლამაზადაც ვერ შეფუთა ქართულმა ოცნებამ ეს ბრძოლა, რომ კარგად საერთაშორისო არენაზე გაიტანოს, რომ აი მე ვებრძვი კორუფციას. რატომ და ყველა იძახის, ყველა ასაუბრობს ამაზე, რომ მიდის ბრძოლა არა კორუფციას, არამედ ძალაუფლების გადანაწილებას. მორჩა. ერთმანეთის ესეც ვერ არ შეიკუთა. მომავალ წელს როგორ ხედავთ პოლიტიკური თვალსაზრისით? აი ძალიან საინტერესო რა ცვლილებას ისურვებდით ან რა ცვლილებას ელოდებით? იცი და ყველაზე მთავარი პრობლემა ჩემთვის არის მომავალ წლის ის რომ გადაიჭრეს ეს პრობლემა, ეს არის რომ საზოგადოება არის გაყოფილი ბატონო. ეს არის ყველაზე მძიმე რაც შეიძლება იყოს. იმიტომ რომ აი ქართული ოცნება ჩაიკეტა თავის ბჭყალებში, ამომრჩეველში, თავის ბალბში და როგორც ოპოზიცია.
არავინ არ ფიქრობს ერთმანეთის გადაკაჩვაზე. ეს რომ მოხდეს, ესე იგი რაღაც ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ხო ხვდებით? გადაიდგას, იმიტომ რომ ეს დაპირისპირება ასეთი მკვეთრი სახელმწიფოს აფერხებს. ეს არის პრობლემა. სახელმწიფო წინსვლას აფერხებს. უკვე დააკვირდით, ქართულ ოცნებას არ ჭირდება არავინ მისი გვერდში მდგომის გარდა, ან თქვა სახელმწიფო მოხელეების და სხვა. არავინ არ ჭირდება. არც ნაბიჯს დგამს იმისათვის, რომ საზოგადოებას და მონახოს საერთო ენა. შეიწყალოს მზეა ამოღლობელი. ძალიან მარტივად. ხო გაუშვას, არ ვიცი, 1000 მექანიზმი არის ამის. ის ადამიანების ინიციატივის პატრონები, ვინც ზიან, ხო, გაუშვას ესენი, ხო? აი ეს ხო პირველი ნაბიჯია, რომ ვალდებულება სახელმწიფოს აკისრია. მეტი არავის. ეხლა შეიძლება ოპოზიცია, შეიძლება თქვას, რომ ინიციატივის პატრონები ძახ, რომ არ მინდა შეწყალება. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მექანიზმს, როცა პრეზიდენტი შეუწყია, არავის არ კითხოს ისე შეიწყალოს, ხო? ძალიან თქვა დაждდება ვინმე ციხეში, ხო სწორია? ხო, უნდა დაატოვებინა შენობა, ხო? აქედან ეს ხო არის ეს შერიგების პირველი ნაწილი. რა თქმა უნდა, ოპოზიციამაც მეორე უნდა გადადგას ეს ნაბიჯები. ჩვეულებრივი ამბავი არის ეს. თუ გინდა რომ ქვეყანა რყევებში არ იყოს, ჩვენ ხედავთ რომ ჩვენ სამეზობლოში რა ტრიალებს. კატასტროფაა, ხო? ხედავთ ის ომი რაც უკრაინაში არის, ის დაძაბულო, ის რომ რუსეთი საერთოდ გავიდა მომსახურების ზონიდან. არანაირ საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდება მათი მოქმედებები, ხო? როცა ჩვენ დაქსაქსული ვიქნებით, აი ბუშის და იმის რა ქვია, პუტინის საუბრები რომ დაიდო, ხო? ეხლა ხან 2008 წელს ჩვენ ხო ხედავთ იმ საუბრებში, რომ რაზე აპელირებს პუტინი დაქსაქსულობაზე, რაზე აპელირებს იმაზე, რომ ერთმანეთის დაჯგუფებების გამოყენება შეგვიძლია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის პრობლემა. როცა ციცი ეს რო პრობლემა, ეს უნდა გადაიჭრეს, ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ამიტომ იმაჩნია, რომ თავარი მომენტი არის, რომ ეს ურთიერთდაპირისპირება ჩაიხსნას. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისათვის, ვისაც სურს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს ქვეყნის წინაშე. ნამდვილად, მადლობა დიდი განაცემაში. მადლობა თქვენ და მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი ყველა ჩვენს ფრენდს პალიტრა. მეც ასევე შემოგვერთები, ეს ბედნიერები წელი წლის ბოლო გადაცემა იყო და მინდა ყველას გისურვოთ უკეთესი წელი 2026 ყველასთვის და პირველში ქვეყნისთვის ყოფილიყოს უკეთესი. მე გემშვიდობებით მომავალ წლამდე. და დიდი მადლობა პალიტრას, იმიტომ რომ ყოველთვის ობიექტურად და არამიკერძოებულად აშუქებს იმ მოვლენებს, რაც იყო 2025 წელს და დაწონილო რაც ექნება 2026 წელს. რა თქმა უნდა, მადლობა დიდი და დროებით.